გავაგრძელებთ ხდომას უკვე საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვეყოლება 3 პირი, რომლებიც თავიანთ საკუთრების უფლებების დარღვევაზე ისაუბრებენ 2003-2012 წლების პერიოდში. ესენი არიან ბატონები ვაჟა მანია, თორნიკე ნიორაძე და ვალტერ შაკაია, რომლებიც თუ მოსულები არიან სამდივნოს ვთხოვ, რომ შემოაცილოთ დარბაზში. მოგზანდით ბატონი ვაჟა მანია, ბატონი თორნიკე ნიორაძე, ბატონი ვალტერ შაკაია. მოგესალმებით ბატონებო, თქვენ ბრძანდებით ბატონი ვაჟა მანია. მოგესალმებით, გაფრთხილების პროცედურას გავივლით ჯერ თქვენი ნებართვით. თქვენ გაეცანით ტექსტს სამდივნოსთან ერთად, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენი კომისიის წინაშე კითხვებისთვის თავის არიდება კითხვებზე პასუხზე უარი ან კიდევ განზრახს ახსნა განმარტების მოწოდება იჭება სისხლისამართლის წესით. ამის დასტურად, როგორც თქვენ, ასევე ბატონ თორნიკეს და ბატონ ვალტერს ვთხოვ, რომ შესაბამის ტექსტებზე, გაფრთხილების ტექსტებზე ხელი მოაწეროთ და ეს ტექსტები შემდეგ ჩავაბაროთ ხელმოწერილი სამდივნოს. ბატონო ვაჟა, მოგესალმებით, მოდით ასე ვიმუშაოთ, რომ თქვენ 10 წუთის განმავლობაში წარმოუდექით საზოგადოებას, ვიბრძანდებით, რა საქმიანობდით, რა ტიპის უფლებების დარღვევებზე და რა ფაქტებზე გსურთ, რომ კომისიას მიაწოდოთ ინფორმაცია. ასევე დრო რომ მოვიგოთ, თქვენვე აგვიხსენით მოკლედ რა კავშირშია თქვენი უფლებების დარღვევა ბატონი თორნიკესა და ბატონი ვალტერის უფლებების დარღვევასთან, რა თქმა უნდა, მათ კუთვნილ კითხვებს მათ დაუსვამთ, მაგრამ რომ შემოვხაზოთ ბარემ კონტექსტი, რა კონტექსტშიც ვსაუბრობთ და შემდეგ ჩვენ დავსვამთ კითხვებს. გთხოვთ. დიახ, მოგესალმებით, ქალბატონო თია, ბატონო კომისიის წევრებო, პირველ რიგში მინდა პატივისცემა დაგიდასტუროთ ყველას. მე ვარ ვაჟა მანია, რომელიც 2000 წლიდან ვიცავდი გელა ნიორაძის და ქალბატონი ნათია ჯიმშელიაშვილის ოჯახში არსებული კომპანიების იურიდიულ ინტერესს, ასევე ზედამხედველობას უწევდი ამ კომპანიების კომერციულ ინტერესებს. ბატონი გელა ალბათ ყველას მოგეხსენებათ, ნიორაძე 2016 წელს გარდაიცვალა და მას დარჩა მხოლოდ მეუღლე შვილები, ვინც ამ ამბის მომსწრეა და იმ ამბავს, რასაც მე მოვყვები, მასთან ერთად გავიარე ყველა ეტაპი. და ეს შეიძლება ჩემთვის დღეს ამის გახსენება ძალიან მძიმე იყოს. ქალბატონი ნათია, მისი მეუღლე, ვერ მოვიდა კომისიაზე, ის მოსაცდელ ოთახში გველოდება, იმდენად ემოციურია იმისთვის ეს თავგადასავალი, რომელიც მათ წინამთავრობის მრისხანე ხელით განიცადეს. ხوار სურს ქალბატონ ნათიანს დარბაზში რომ შემოგზანდეს. უთხარით, მაგრამ ისურვა რომ მოსაცდელ ოთახში ყოფილიყო, რადგან ის, რასაც მე მოვყვები, მისთვის ეხლაც მძიმე მოსასმენია. დავიწყებ რომ რიყის ეპიზოდით, ჩვენ გვქონდა შეპესე ნატრისხე, რომელიც ფლობდა შენობა ნაგებობას 1000 კვადრატს, ეს იყო სამსართულიანი შენობა ნაგებობა, რომელიც იმ დროისათვის საქართველოში იყო ყველაზე თანამედროვე აღჭურვილი შენობა ნაგებობა და ამ კომპანიაში ნატრისხეში ქალბატონი ნათია ფლობდა 25%, ასევე ჩვენი მეწილე იყო ქალბატონი ნაირა კალანდია, ვალტერ შაკაიას მეუღლე, რომელიც ფლობდა 75%. ყველაფერი დაიწყო 2006 წლის დასაწყისში. ჩვენთან მოვიდა კომპანიაში საგადასახადო ინსპექცია, რომელმაც გვითხრა, რომ უნდა ჩაეტარებიათ კომპანიის დეტალური შემოწმება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ეს შემოწმება თბილისიდან არ მოსულა, მოავლინეს ინსპექტორები ფოთიდან და ეს ინსპექტორების რაოდენობა იყო 12 ადამიანი.
ეს 12 ადამიანი ყოველდღიურად განლაგდებოდა მთელი რესტორნის პერიმეტრზე, გეგონებათ სპეცოპერაციას ატარებდა, სწავლობდნენ ბუღალტრულ საბუთებს, სწავლობდნენ კომპანიაში შემოსულ საქონელს, ფასნამაც, გაყიდულ ულუფებს და გაკვირვებულებიც კი იყვნენ იმით, რომ კომპანიას იმდენად კარგად ჰქონდა აწყობილი თეთრად, რაც თავარია იმ დროისათვის 2006 წელს კომპანია, რომ უკვირდათ, რომ დარღვევებს ვერ ნახულობდნენ. ბოლოს ერთი თვის მუშაობის მერე აღმოაჩინეს დარღვევა ჩემს კაბინეტში და კომპანიის დირექტორის ლაშა შაკაიას კაბინეტში 6 ბორჯომის ბოთლი, რომელიც არ იყო აღწერილი. და ამაზე დაწერეს ჯარიმა 1000 ლარიანი, ჩვენ გადავიხადეთ ეს ჯარიმა, ისინი მშვიდობიანად წავიდნენ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ გაკვირვებულები იყვნენ, რომ ვერავით არის დარღვევა ამის მეტი ვერ ნახეს. შემდეგ 2006 წლის ოქტომბრის თვეში გვირეკავს ვინმე ზვიადი, რომელიც გვეცნობა, რომ ის არის ქალაქ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, გვიბარებს მიცკევიჩის ქუჩის ბოლოში კუთხეში მდებარე შენობაში, იქ იჯდნენ მაშინ ზედამხედველობის თანამშრომლები და გაგვიცხადა, რომ რიყის ტერიტორია 5 დღეში უნდა დაცალოთ, რომ ამით დაინტერესებულია მთავრობა და ეს არის გრევის ზონაში მოქცეული, რაზეც რა თქმა უნდა ჩვენ გავუცხადეთ პისიერი უარი, რომ ეს კომპანიაში ყველაფერი იყო კანონიერად, მიწაც იყო მესმის სახელმწიფოსი უზურპრუქტით, მაგრამ ესეც ყველა კანონის დაცვით იყო წარმოებული. უთხარით უარი. ამ უარის მერე როგორც ქონდათ აპრობირებული ერთვება საქმეში პროკურატურის თანამშრომლები. ვინმე ჯონდო, როგორც მას ეძახდნენ, ჯონი მაჭარაშვილი. ჯონი მაჭარაშვილი იბარებს გელადიორაძის ქალაქის პროკურატურაში და ემუქრება ქალბატონი ნათლია ჯიმშელიშვილის დაჭერით. და თან უხსნის, რომ შენ მეუღლეს თუ დავიჭერთ, მაშინ ეს რიყის ქონება ამ საქმის მოგვარებას შემდეგ არ ეყოფა. გარკვეული პერიოდის მერე, როგორც ქალბატონმა ნათლიამ გაიხსნა, მაჭარაშვილი მოდის მათ კუთვნილ სახლში, ვაკეში და იქ აგრძელებს ამ უკარას, რომ აგერ თქვენ მეუღლეს მე ხა დავიჭერ თქვენ და საბაბი რისთვის უნდა დაიჭიროს, რისთვის უნდა ჩასვას ციხეში, ეს საბაბი საერთოდ არ არსებობს. იმპერატიული ისა, რომ ჩვენ დავიჭერთ და მე ამის მოგვარება თქვენ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. საფრთხე იმდენად რეალური იყო და ამის გამკეთებლები იყვნენ, იმიტომ რომ ცოტა ადრე მათ ყავდათ რამოდენიმე ბიზნესმენი ქალი დაკავებული აბსოლუტური ბრალდებით ქვეყნის ფული ჩაატანიეს და მე გამოუშვეს და ჩვენ აღვიქვით, რომ ეს რეალური იყო. შემდეგ საღამოს საათები იყო ეს სადღაც 2006 წლის 30 ოქტომბერი, ცნობილი ნოტარიუსის დინო ღინტურის სანოტარო ბიუროში დღის ბოლოს უკვე ბინდდებოდა, იქნებოდა ესე 9 საათს გადასული, დაგვიბარეს, დაგვხვდა მაჭარაშვილი, რომელმაც აღზრდელობითი სამუშაო ჩაუტარა როგორც კომპანიის დირექტორს, ისე ქალბატონ ნათლიას და მის პარტნიორს, რომ შევიდოდნენ ნოტარიუსთან ჭკუით მოქცეულიყვნენ, რომ ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო და აქ არანაირი ლაფსუსი არ უნდა დაშვებულიყო ხელშეკრულების გადაფორმების დროს. თუ არა კი თავიდანვე შეახსენდა, რომ კი იცით რა დაგემართებათო. ხელშეკრულებას როცა აფორმებდნენ კომპანიის დირექტორმა ლაშა შაკაიამ უთხრა, კი ვაფორმებთ ამას, მაგრამ აქ როწერთ $500,000 აშშ ღირებულებას, ხო ვიცით ეს რომ $500,000 აშშ აღემატება 6 ჯერ. მოდი რეალური ფასი ჩავწეროთ ამაში, იმიტომ რომ ლაშაც ფიქრობდა და ჩვენც ფიქრობდით, რომ როდესღაც მოვიდოდა დრო, როცა ამის ლაპარაკის საშუალება გვექნებოდა და მოვიდოდა, როცა სამართლებრივი რეაგირების გაკეთება შეგვეძლო. მაჭარაშვილმა უთხრა, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდა, მას ელოდებოდა გარეთ მანქანა, რომლითაც მიაბრძანებდა სადაც საჭირო იყო და ვინც გარეთ დარჩებოდა, კიდევ აი ნოტარიუსის ბაჟსაც მათ გადაახტევინებდნენ. ესე გადავაფორმეთ ეს რიყის ქონება, შემდეგ 2012 წლის არჩევნების და
თქვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ შევიტანეთ როგორც პროკურატურაში სარჩელი, როგორც ქალაქის, ასევე გენერალურ პროკურატურაში ამ საქმეებთან დაკავშირებით დაიწყო რაღაც პროცედურები, როგორც ვიცი, ბატონი ვალტერის მხარე დაიკითხა, ჩვენი მხარისთვის არც არავის მოუკითხია ჯერჯერობით და ბოლო კომუნიკაცია იყო 2023 წელს პროკურატურიდან, რომ საქმე მიმდინარეობს განხილვაში კიდევ და ძიებაში. თუ გვინდა რომ ამოვწუროთ რიყის საქმე ბატონ ვალტერს და მე გადავალ სხვა ქონებებზე. თქვენ რეალურად ნიორაძეებს წარმოადგენთ. ნიორაძეებს წარმოადგენთ. ბატონებს ხომ არ სურთ რიყის ნაწილში დაამატონ ფაქტების ან სხვა გარემოებების შესახებ ინფორმაცია. ბატონი თორნიკე ან ბატონი ვალტერი. თქვენ შეგიძლიათ თუ გაქვთ სურვილი მიკროფონიც ჩართონ. რიყის ნაწილში ხო არ გნებავთ? გამარჯობათ. მე ვარ ვალტერი შაკაია, აფხაზეთიდან ტოლვილი. ორი ძმა დაუკარგე უგზო უკლოდ და დღესაც არ ვიცით სად არია, მარტო სახელი და გვარები აწერია აქ გმირთა მოედანზე. დარჩათ ობლები ორივე ძმას და ორივე ძმა უკიდე ხელი ჩემი ესენი და წამოვიყვანეთ და წამოვედით თბილისში. და აქ ისეთი გაჭირვება და ისეთი ამბავი და ძლივს გაგვავს ერთ ოთახში ვცხოვრობ 7-8 კაცი და დავიწყე ფიქრი ჩემით რაღაცა და მოვხვდი რიყის ტერიტორიაზე. ერთი რესტორანი, ორი რესტორანი, სამი განლაგებული მანქანები დგას და ვიფიქრე შეიძლება მეც გავაკეთო მეთქი რამე და კუთხეში იყო მუსორის საყრელი ადგილი და იყრიდნენ მუსორს და ეს დავასუფთავეთ 22 მანქანა მუსორი გავიტანეთ და ერთი ნახევრად აგურის და ნახევრად ფაცხა ავაშენეთ. ამის მერე ნელ-ნელა დავიწყეთ და გავიფორმეთ მიწის ნაკვეთი 1990 კვადრატული მეტრი და საკუთრებაში გამოგვეცა ეს ყველაფერი ჩვენ. დავდგით 17 კუპე, ერთი დიდი სამზარეულო და მუშაობდით ნორმალურად, ადამიანურად. არაფერს არ უშავებდით და 32 რომელი წელია ბატონო ვალტერ? ეს არის 2003-4. არა, როცა გაიფორმეთ და ამუშავეთ რესტორანი, რომელი წლებია ეს? როცა გავიფორმე ეს არის 2005 წელი. 2005 წელი. ზუსტად არ მახსოვს, იქ მიწერია პროკურატურაში საბუთების გამოძიება რომ დავიწყეთ იქ. რა ერქვა ამ რესტორანს? რესტორანს ერქვა მეგრელები და ნატურის ხე. 32 ტოლვილი მუშაობდა ოჯახით ჩემთან ამ რესტორნებში. და მუშაობდით ნორმალურად ყველა წესიერად გვიქცეოდა და ჩვენ ერთი კაპიკი ვალი სახელმწიფოში არ ქონია. სამი რესტორანი ავაშენეთ 0-დან დავიწყეთ და სამი რესტორანი და ერთ დღეს მოვიდა ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი და მითხრა გიბარებიანო შენ და შენს მეუღლეს პროკურატურაში, ქალაქის პროკურატურაში. რა არის რისთვის ხო არიცით? მეთქი რა უნდა პროკურატურა ჩემთან მეთქი მაგრამ რომელი წელია ეს ბატონო ვალტერ? 2005 წელია ეს. როცა გიბარებენ მე ხო მაგრამ დევნილობაში რომ იყავით რომ ჩამობძანდით აფხაზეთიდან 90-იანი წლები იყო ალბათ ხომ? კი და 90-იან წლებში დაიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა რიყეზე თუ მოგვიანებით? 91 წელს დავიწყეთ. ამას გეკითხებით. ესე იგი თქვენ 1991 წელს დაიწყეთ აგურ აშენეთ ეს თქვენი კი ბატონო. და 2000 კი ბატონო. და 2005 წელს მოგადგათ პროკურატურა. პროკურატურა მომადგა და სამეფოს ორივე ცოლქმარი დაგიბარეს. პროკურატურაში, მე ცალკე ოთახში, ქალი ცალკე ოთახში. დიახ. ის მაჭარაშვილიში ძალიან ხშირად რა ერქვა მაჭარაშვილს? თქვენ ხო არ გახსოვთ? ჯონდო მაჭარაშვილი. ჯონდო, იმიტომ რომ ჩემ კოლეგასთან რო ვიყო პირნათელი ბატონ გურამს არავინ არაფერს არ ვერჩით და არც მაჭარაშვილების გვარს. ამიტომ სახელი ვახსენოთ ხოლმე. კი ბატონო. ხო და წავიყვანეს და
მოაწერეთ ხელიო თუ არაო, ამას გიზამთ, იმას გიზამთო. რას გიზამთო? ბოდიში და ახლა აი მე მითხრა შენ და შენ მეუღლესო ორჯომის ბოდზე დაგსვამთო და შენ შვილს საერთოდ მინდორს არ ვანახებთო, ისე იქნებიანო ციხეში გამომზნეულები. ეს პროკურორმა გითხრა. ხო, პროკურორმა მითხრა ეს. მერე დამიკეტა კარები და საღამომდი, ცოლისად იყო არ ვიცოდი. მე ცალკე ვიყავი, შემოვიდოდნენ, ბიჭო, რა შეები შენ, და ხო იცით როგორ აბამბულებენ დაჭერილ კაცს. საღამოს მერე გამომიშვეს და წამოვედით ჩვენს პასხებში. ვიფიქრეთ, მოდი ერთი იმას შევხვდებით თქვით, ვიფიქრეთ ბოკერიას. იმიტომ რომ კარგად ვიყავით მაგასთან პატივიცემა ყურადღება შემიცოლი დატრიალებდა ყველას და გიგა ბოკერიას პარლამენტში შევხვდით მაგას. დატრიალებდა რას ნიშნავს? დადიოდა მეგრელებში ბოკერია რესტორანში? მეუღლე დატრიალებდა, დადიოდა ეგ. და გიგა ისე მოდიოდა. ვისი მეუღლე? ჩემი. მოდიოდა ბოკერია? ბოკერია ხშირად სულ ყოველდღე იქ იყვნენ, კაცო, ესენი მთელი ნაციონალური ბანდა იქ იყო. კეიფობდნენ, თურისთვის დადიოდნენ. ბატონო? კეიფობდნენ, ვახშმობდნენ, კეჭამდნენ, კესვამდნენ და მიდიოდნენ ახლა ფულს არ გვაწერდნენ და არაფერი, მაგრამ მიდიოდნენ ისე და ამა თურმე რა ქონია გულში ჩადებული მე ფულს არ გაწერდნენ, რას ნიშნავს ბატონო ვალდე? ბატონო? ფულს არ მაწერდნენო, რას ნიშნავს? არა ისე ახლა რომ ეკეიფად ეჭამად და ისე რო წასულიყვნენ გადაუხტელებად ეგეთი არ იყო. იხდიდნენ. კი ბატონო, ამას გულისხმობდით. კი ბატონო. ხო და ბოკერიასთან რომ მივედი, მე ვარ, ჩემი მეუღლე და ჩემი მეუღლეს და და სად შეხვდით ბოკერიას? პარლამენტში. ამ შენობაში. ხო, ამ შენობაში პარლამენტში ერთი პატარა ოთახი იყო და იქ მოვიდა და დავსხედით და უთხარით, ასეთი ხალხი ვართ, ეს ვართ, ტოლვილები ვართ, განადგურებული ხალხი ვარ და ძლივს რაღაცა ავაშენეთ, კაპი, ნასესხები ფულები დიმით და მოგეცით ნება ართვა, ნება რომ ვიმუშაო და გავუწიოთ, მე ვუთხარი აქ მუსორი საყრელი იყო, გავალამაზეთ, გავამწვანეთ, რაღაცები დაურგით და შელამაზად გამოიყურე. გეყოფათო რაც მუშავეთო, და ათი სხვაგან მონახეთო ადგილიო. აი ეს იყო მისი პასუხი და ასე ხელი წყნეთის მხარესო, იქიცან მე იშოვეთო მიწაო და იქ გააკეთებდო სამქონდა მე მაგის გასაკეთებელი ფული მაშინ. ამის მერე იყო ბოდიში ბატონო ვალტერ, ბოკერიას რომ შეხვდით პარლამენტში, უამბეთ რომ პროკურატურაში ვიყავი, იქ დამემუქრნენ რომ კი, ყველაფერი უთხარი, მაგრამ იმიდან ისე გამოდიოდა კმაყოფილი იყო. რას ნიშნავს კმაყოფილი იყო? პროკურატურაში რომ ასე ბაშინებდნენ და მექცეოდნენ, აი ჩქარა გავუყრით ამასო. კმაყოფილი რომ იყო, საიდან დაასკვენით? საიდან დაასკვენით, რომ ლაპარაკობდით, მაშინ მომჩნევდი რაღაცა მიმიკებს, როგორ იქცეოდა და მე როგორ ვიქცეოდა ჩვენ სამივეს. მე მგონი თქვენ პირველი ადამიანი ხართ, ვინც მის მიმიკებს ამჩნევს. სახში წავედით, ჩვენ სულ იგვეძინა და იკვათანებდით და ვაღამებდით. და დილის 5 საათია და მოვარდნენ ესენი ერთი 30 კაცი იქნებოდა სოზარსობას დიდი მადლობა იქ იდგა 5 საათზე და ჩვენ გვიცავდა, მაგრამ ამათან ვის შეძლო ვისი დაცვა. ხო და ერთი ტრაქტორი მოაყენეს, ერთმა ტრაქტორმა ეს ახალი შენობა ვერ დაანგრია და მეორე მოიყვანეს ეს კუპეები დაესიუნენ და ვინცად რას ყრიდა და შიგნით რაც ქონება იყო სად გაქრა ღმერთმა იცის და აი ასე გამწარებული ხალხი და მშიერი ტოლვილები მინდორზე დატოვეს ამ ხალხმა. ყველა კიროდა, ყველა თავს იკლავდა, რა ეკლა და ახლა საწყლები საწყა დალაგებული მყავდა, ყველაფერი ნორმალურად მიყავდა და აი ეგ რო დამინგრიეს, მაშინ მქონდა ბანკის ვალი 60,000 ლარი TBC ბანკის. სამივე რესტორანი დამინგრიეს და გაასწორეს მიწასთან.
ბატონო ვალტერ, ეს რა დავაზუსტოთ, რომ ნათელი სურათი იყოს მოსახლეობისთვისაც ვინც გვისმენს. მანამდე, ვიდრე დაანგრევას დაიწყებდნენ. არ რამე დოკუმენტი წარმოგიდგინეს, რომ თქვენი ეს აშენებული უნდა დავანგრიოთ, ესეთი. და მეორე მოგცეს თუ არა წინადადება, რომ დაანგრევამდე შიგნით არსებული თქვენი ქონება სადმე გაგეტანათ, ან წაიღეთ. დოკუმენტი არაფერი მაგათგან არ უჩვენებია. არა, გამორიცხულია ეს, მარტო გვაშინებდნენ. ქონებაზე თუ მოგცეს წინადადება, რომ აი აქ რომ არის თქვენი ღუმელი, თებშები, ჭიქები და 1000 რაც რესტორანში საჭიროა, სამზარეულოში და თქვა ამ კუპეებშიც შეგიძლიათ ეს ქონება წაიღოთ, რომ რათა დაანგრევას ვაპირებთ და შეიძლება საწყობი მონახეს და იქ მიქონდათ. არა, თქვენ მოგცეს წინადადება, რომ თქვენი ქონება წაიღეთ. არა. მე მიადგინე და ქონებიანად დაანგრიეს? დაანგრიეს ტრაქტორები, 2 ტრაქტორი და 1 ქონება შიგნით იყო. ქონება შიგნით იყო. გამოხონდათ ის, მაგრამ მიწა და შენობა კანონიერი იყო ეს კითხვა. მიწაზე და შენობაზე არ გადავებოდნენ რომ უკანონოდ გა. არა, მე კანონიერა მქონდა 1990 კვადრატი მიწა, მე გაფორმებული ეგერ მიდევს პროკურატურაში. ესე იგი არც დოკუმენტი გაჩვენეს დაანგრევის თაობაზე და არც წინადადება მოუწია თქვენი ქონების გამოტანის თაობაზე. არა. ისე დაანგრიეს ქონება. დაანგრიეს 1 თვის მერე. რა მოყვა ამ დაანგრევის დროს ქონება შიგნით? რა მოყვა ახლა დაანგრიეს რაღაცა სკამები და მაგიდები წავიღეთ საწყობში და იქაც ფული გადაგვახდებინეს რომ მივიტანეთ და მეტი რა დარჩებოდა და საინები დაინგრა ღუმელი ყველაფერი დაინგრა პოლი მარმარილოსი იყო ყველაფერი დაინგრა აი იყო კაშმარი ამას კაცი რო შეხედავდა მე და დავიჭირე ნერვოზი ვარ ნერვიული ხელების კანკალი ამივარ და ამ ნერვიულობი და ძლივს უმტკავდა ძლივს დავდივა რა ვიცი ახლა კი არ ვტირი მაგრამ ასე ეს ხოვრება და რა ვიცი ბატონო ვალტერ თქვენ წინასწარ შეგატყობინეს რომ თუ ასე არ გააკეთებ არ წახვალ არ გადახვალ არ გაიტან ქონებას ამა და ამ დღეს ჩვენ მოვდივართ ტრაქტორებით არა სულ არ ვიცოდი ისე ღამით დამილეგეს ტრაქტორი არისო მოსულიო და მუშები და მილიციონერები. დილის 5 საათზე? 5 საათზე, ხო. გამთენიისას. ხომ არ გახსოვთ რომელი დღე იყო, თარიღი გახსოვთ? დღე არ მახსოვს ქალბატონო. 2005 წელია? კი. არა, 2006 წელია. 2006 წელია უკვე 6 წელი ჩვენ როგორც გადავაფორმეთ ეს 30 ივლისს არ ჩვენ უთხარით რომ რამოდენიმე ღონისძიება გქონდა ჩასატარებელი და ეცლია და ეს საერთოდ არ გაითვალისწინეთ ეს იყო გამთენიისას დაარტყეს ალყა არც ჩვენს შეგვიშვეს ობიექტამდე და ერთი ტრაქტორი მოიყვანეს აი ეს შენობა ეს იყო იმიტომ არ ვთქვი მე რომ ეს ჩვენი შენობა რო იყო ეს იყო იმ დროისათვის საქართველოში ყველაზე თანამედროვე შენობა ყველაზე თანამედროვე სარესტორნო სისტემებით აღჭურვილი იტალიიდან ჩამოტანილი საქონლით იყო აღჭურვილი ასევე შენობაში იყო ქართველი სკულპტორების მიერ რადგან ნატრიცხე ერქვა ქალთური სკულპტორების მიერ შესრულებული ფიგურები გეთიასი ქალბატონი ვერიკოსი და ეს ყველაფერი დაიწყეს დანგრევა მოიყვანეს ერთი ტრაქტორი და ერთ ტრაქტორს რო ნახა შეამჩნიეს რომ ამას ვერ ერეოდა ყისიერად მოიყვანეს მეორე ტრაქტორი და ამხელა შენობა 2 საათის განმავლობაში მიწასთან გაასწორეს თავისი ინვენტარით და ეს ყველაფერი იყო განპირობებული იმით რომ ჩვენ რო დაგვიბარეს და გვითხრეს 5 დღეში უნდა დაგვეცალა ამათ ეს პროცესი გაეჭიმა სადღაც 1 თვე და ამით იყვნენ შეწუხებულები რომ ვიღაცას ვერ შეუსრულეს პირობა და ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია გვერდით ბატონ ვალტერს რო ახსენა ქონდა ფაცხები ეს ფაცხები დააშლევინეს ექსპო ჯორჯიას მიმდებარე ტერიტორიაზე უთხრეს ჩვენ გადაგიტანთ ვითომ ეს ზარალი რო ნახეთ და ეს რო დაგინგრიეთ ამას გადაგიტანთ და დაგისაწყობებთ ზუსტად ერთ თვეში დაურეკეს და უთხრეს რომ $3000 ჩამოგვიტანეო აქ დასაწყობების ფულიო თორე ამასაც გადაგიყრით ბატონო ვაჟა აი ის ფოტო რაც თქვენ აჩვენეთ
ეხლა არა ვარ სამწუხაროდ იმას აქში რომ ვიცოდე ეს რესტორნები მახსოვდეს სად რა იყო და რომ ამიხსნათ ეს შენობა და ის მეგრელების შენობა რა მანძილზე იყო ერთმანეთისგან ალბათ 30 მეტრის მანძილზე მაგრამ იყო იქ ასე მახსოვს თითქოს რომ კიდევ მეტი რესტორანიც იყო ეს მეგრელების პაცხები იყო ხელმარჯვნივ იმიტომ რომ ხელმარცხნივ იყო რესტორანი სარაჯიშვილი იმათ სხვათა შორის აცადეს მე მახსოვს რომ ეს რომ ჩვენი შენობა რომ დაანგრიეს იქ სადღაც ერთი თვის განმავლობაში სხვებს აცადეს იმიტომ რომ ეთქობა სხვები უფრო მარტივად დაყვენ და არ იყვნენ ამდენჯერ პროკურატურა არ იყო ჩასართავი და არ იყო ალბათ ის ღონისძიებები მისაღები ბატონო ვაჟა თქვენ ნიორაძეების ნაწილში და ბატონი თორნიკეც ამ მიმართულებას წარმოადგენთ ხო თქვენ და ბატონი ვალტერი თქვენ ერთი და იგივე პროკურორი გელაპარაკებოდათ? ეს ჩვენ რიყის საქმეზე, ჩვენ ეპიზოდზე და ბატონ ვალტერის ეპიზოდზე იყო ეს ჯონდო მაჭარაშვილი. ჯონდო მაჭარაშვილი. და განსხვავება ამ ორ საქმეს შორის როგორც ხვდები ის არის რომ თქვენ ნინო გინტურთან გადააფორმეთ ზეწოლის ქვეშ და ბატონმა ვალტერმა არ გადააფორმა. ის ნინოგინტურის ეხა ბატონ ვალტერის შეიძლება იურიდიული მომენტები არ იცოდეს ბატონმა ვალტერმა ეს ქონება მიიღო მემკვიდრეობით. და მემკვიდრეობა ეს რომ დაუწყეს სართმევა მემკვიდრეობა გახსნილი არ იყო ეს საბუთები მე გადავეცი თქვენ სამდივნოს რასაც მე ვიძახი ეს არის დოკუმენტალურად გამოწმებული საჯარო რეესტრში არ დევს მემკვიდრეობის დასრულების დოკუმენტი ისე აქვს გაკეთებული ბატონი ვალტერისგან ჩუქების ხელშეკრულება 1950 კვადრატ მიწაზე და რომ ვიკითხე მე ამას წინათ მივმართე საჯარო რეესტრს და ვკითხე რომ როგორ შეიძლება ტრანზაქცია დასრულებული არ იყოს ისე მოხდეს გასხვისება და მითხრეს თქვენ რა არიცით მაშინ რა ხდებოდა ეს იყო იუსტიციის სამინისტროს ეხლანდელი განმარტება რომ უთხარი მე თქვენთვის მინდოდა წარმომედგინა დოკუმენტი რომ ბატონმა ვალტერმა ეს მიიღო მემკვიდრეობით და ეს მემკვიდრეობის დოკუმენტი არ დევს დასრულებული მემკვიდრეობა დაწყებული აქვს და დასრულებული არ აქვს ანუ მისი არ იყო მარტივენაზე რომ ვთქვათ მისი არ იყო ჯერ ქონება კი ვისგან მიიღეთ მემკვიდრეობით ბატონო ვალტერ ეს ქონება ბატონმა ვალტერ ეს ქონება იყო ბატონი ვალტერის ძახალზე და ძახალმა მიიღო ეს მემკვიდრეობით და რადგან ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და ინვესტიცია კი ქონდა ბატონ ვალტერს ჩადებული მაგრამ არც უფიქრია ოჯახის ბატონი ძახალიც დევნილი იყო არა დევნილი გარდაიცვალა და თავის ცოლს დღეის მდგომარეობით მის სახელს და ყველა კი ბატონო დაანგრიეს ეს ქონება შიგნით მოყვა მოძრავი ქონებაც ამის მერე რა ხდება ბატონო ვალტერ ამის მერე რა ხდება ქალბატონო და 1000 კაცი მოგროვდა ვის რა მიქონდა ღმერთმა იცის ჩვენ რაც მოვასწარით მანქანის ასხა გავიტანეთ საწყობი მოგვინახეს დამათმა და დანარჩენი გაიძარცვა აიო ნიავქარმა იქვე მიქონდა ხალხს თქვენი ქონება მოიდნენ და რაღაცაზე 3 ლარს 5 ლარს იძლეოდნენ ვის მომეცით ეს და არ მინდა მე უთხარი რაც გინდა წაიღეთ გასაგებია ანუ ნებართვას აძლევდით რომ წაიღეთ სამი რესტორანი ასე გაანოლეს ამ არაკაცებმა მიზანი რა იყო რომ ეს დოქები აშენებულიყო თუ რა ხდებოდა იქ არა მიზანი იყო ის ქალბატონო თია რომ ჩვენ რო ჩამოგვართვეს ეს ქონება ეს ქონებები რო სარაჯიშვილიც რო ეხა სადაც დოქები დგას იქ რესტორანი სარაჯიშვილი იდგა ეს ქონებები შემდეგ გაერთიანეს შემდეგ გაყიდეს თუ არ ვცდები 7 მილიონად და მერე ერთი თვის მერე დაიბრუნეს 17 მილიონად უგულავამ დაიბა თავისივე გაყიდული ქონება უკანვე დაიბრუნეს შემდეგ მიზანი იყო ეს მაკაცარია და მისმა კამანდა მიყიდა მაკაცარია მიყიდა ვინ არის მაკაცარია ბიზნესმენია რა ქვია მაკაცარიას ხვიჩა მაკაცარია მიყიდა და შემდეგ ხვიჩა მაკაცარიასგან გაფორმეს და უკან დაიბრუნეს. შემდეგ სულ რამოდენიმე თვეში, მგონი თვე ნახევარიც არ იყო გასული ტრანზაქცია.
გადაუხადეს მერე ვაკაცარიას ეს თანხა ნამდვილად თუ წაართვეს მასაც მე ვიცი რომ საჯაროებში დოკუმენტი დევს ამ ტრანზაქციას დოკუმენტი ბევრი შეიძლება idოს მაგრამ რეალურად ხო არ იცით თუ არ გადაუხადეს მაგას ვერ ვიტყვი ახლა არ გქონიათ ბატონ ხვიჩასთან მერე კონტაქტი რო გწოდნოდათ რა მოხდა არა ჩვენი ფიქრობ და საბუთები ნახე მესმის რომ ხვიჩა მაკაცარიან და მისმა პარტნიორებმა იყიდეს 7 მილიონად. კი ბატონო, მაგრამ რომ გაყიდეს 10 მილიონით მეტად და სახელმწიფომ რომელსაც ყაჩაღები მართავდნენ, ნამდვილად ეს თანხა გადაუხადა, ეს არ ვიცით. არა. ცოტა გასაკვირი კი იქნებოდა. რომ გადაეხადა. გეთანხმებით სრულად. კი ბატონო. ბატონ თორნიკეს ხო არ სურს რაიმეს თქმა და შემდეგ სხვა ეპიზოდზე გადავიდეთ. რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით არ გსურთ. ბატონო ვაჟა, მაშინ ამ რიყეზე გსურთ ბატონ ილიას სურს რიყეზე კითხვის დასმავა ბძანეთ? ბატონო ვაჟა, თქვენ აგერ ბატონმა ვალტერმას ახსენა, რომ 2005 წელს გაფორმდა ეს მიწა საკუთრებაში, ეს ესეა? 2005 წელს არა, როგორც მე ვიცი, ეს მიწა 2005 წლამდე იყო მისი მძახალის საკუთრება და გარდაცვალების მერე ეს მიწა არ გაფორმებულა 2005 წელს, ეს საკუთრების უფლება არსებობდა უფრო ადრე, რომ გარდაიცვალა, შემდეგ რომ მოვიდნენ წასართმევად, რომ ნახეს ეს გარდაცვლილზე იყო, ვითომ დააჩქარებიეს ამ მემკვიდრეობის მიღება, მაგრამ ისე ეჩქარებოდათ მეთქი ვიძახე, რომ ის სამკვიდროც არ არის ბოლომდე დამთავრებული. ბატონმა ვალტერმა აღნიშნა, რომ 60,000 ლარი ქონდა კრედიტი თუ რა იყო ეს ბანკთან ქონდა რამე ხელშეკრულისა? კრედიტები ქონდა, იმიტომ რომ ეს ქონებები რო აშენდა, ეს დატვირთული რო აშენდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კრედიტებით იყო აშენებული. ეს კრედიტების აღება, გაფორმება ამ 2005 წლის ქონების ჩამორთმევების პროცესის დაწყებამდე იყო თუ? კი, დაწყება. რამდენი ხნით ადრე იყო დაახლოებით? აი ეს კრედიტი რო გაფორმდა, მერე დაიწყო ამის ჩამორთმევის პროცედურები? კი, ჩამორთმევის პროცედურები შემდეგ დაიწყო კრედიტების მერე, როგორც მე მახსოვს. ბატონო ვალტერ უკვე ქონდა კრედიტები ნატრისხის მესაკუთრეებსაც. დატვირთული იყო ეს ქონება ამ კრედიტში? კრედიტში არა. კრედიტში არ იყო ეს ქონებები დატვირთული. გასაგები. კარგით, ამ ეტაპზე მადლობა რიყის. ბატონო ვაჟა, მოგესალმებით და მადლობა ბრძანებისთვის. თქვენ რამოდენიმე საქმე ქონდათ გაერთიანებული, ხო, როგორც ხვდებით? დიახ. თქვენ არ ეუბნებოდით მაშინ იმ დროინდელ ხელისუფალს, რომ არსებობს ცივილური წესი იმისა, როგორც ეს დღეს ხდება და დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, რომ თუ არის სახელმწიფო ინტერესი ეს გასაგებია, თუ იქ განვითარება ხდება კი ბატონო გასაგებია, მაგრამ ამისთვის არსებობს შესაბამისი წესი, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, რომ შესაბამისად მათ უნდა შეეთავაზებინათ ადგილმონაცვლეობა ან მიეღოთ გარკვეული კომპენსაცია. თქვენი გქონდათ საუბარი მაშინ შეფასებასთან დაკავშირებით და ამ შეფასებაზეც რო გითხრათ. რა ხდებოდა ამ მიმართულებით? ეს ასე ხდება უკვე კარგი ხანია ამ ხელისუფლებაში. მესმის ბატონო ალიკო, მაგრამ მათ არ აინტერესებდათ ქონების მოცემა კი არა, ხო გეუბნებით რომ მუქარას რო აჟღერებდნენ, მათ იცოდნენ გელანიორაძის სახლიც, კარიც რა ქონდა შემოსავალი და პირდაპირ უთხრეს შენცოს რომ დავიჭერთ ამ ქონებას რომ წაგართმევთ, მე შენ რო ცოლი გამოისყიდო, მარტო ეს ქონება არ გეყოფა, სხვა ქონებებიც გექნება. რომელიც ცივილ ფორმაზეა ლაპარაკი და ხო გეუბნებით ჩვენ მე საქმეში სამდივნოს გადავეცი ჩვენ აუდიტის დასკვნა გავაკეთეთ, სადაც აუდიტი მაშინდელი გაანგარიშებით წერს, რომ ეს ქონება 3 მილიონი დოლარი ღირდა. რის კომპენსაციაზე და რის შემოთავაზებაზეა ლაპარაკი, აქ ფიქრობდით, როგორ გადაგვერჩინა სიცოცხლე ფაქტიურად და შემდეგ ეპიზოდებში უფრო ნათლად გამოჩნდება თუ რა მეთოდებით და როგორ მოქმედებდნენ ისინი. არავითარი შემოთავაზებაზეც კი არ იყო
ლაპარაკი თუ მათ აი შემდეგ ეპიზოდში იქნება ეს რა შემოთავაზება თუ მათ ინტერესს არ ითვალისწინ აკმაყოფილებდა და ამ ინტერესებზეც მოყვები რა იყო ეს ინტერესები კი ბატონო მადლობა ეს მე და თქვენ ძალიან კარგად ვიცით მაგრამ მინდა საზოგადოება მიცოდეს კიდევ ერთხელ მადლობა კი ბატონო, სამდამ შემდეგ ეპიზოდზე გადავალთ. ხო არ არის თქვენთვის ცნობილი, რომ რიყეზე ასევე იყო ბენზინგასამართი სადგური, რომლის მე პატრონეც დილით რომ მივიდა, დანგრეული დახვდა უკვე. კი, სწორედ ასე იყო. და შემდეგ აღმოჩნდა ის გლდანის ციხეში. გლდანის ციხის ეპიზოდი არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ესე იყო, რომ დაანგრიეს და ჩვენთვის რო არ დაერეკა ჩვენ თანამშრომელს, იმიტომ რომ ჩვენ დაცვის სამსახური იცავდა ჩვენ შენობას. შეიძლება მისულიყვნენ და ჩვენთვის არ დაერეკა, არ შეეტყობინებიათ ისე დაენგრიათ. კი. და მიზანი გლდანის ციხეში მესაკუთრის ჩასმისა ის იყო, რომ უკვე შემდეგ მეუღლე აიძულეს, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ეს ქონება გადაეფორმებინა და შესაბამისად ალბათ თქვენც იგივებიც გაიზიარებდით რო არ გინტურთან რო არ გაგეფორმებინათ დათმობა. სრულიად ვიზიარებ თქვენ მოსაზრებას. შეიძლება უფრო უარესიც გაგვეზიარებია, იმიტომ რომ აი შემდეგ ეპიზოდში ეს ნათლად ჩანს რიყის ნაწილში გსურთ ხო ბატონი ალუდა და ბატონი სოზარი. მაგ პერიოდში ვინ იყო თბილისის მერი? გიგი უგულავა. თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ შემთხვევაში ცდილობა გექნებოდათ იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედროდით თბილისის მერს ან სხვა ხელმძღვანელ პირებს და აგეხსნათ ან გეთქვათ თქვენი წინადადება ან თუნდაც რაიმე მოსაზრება, ხედვა როგორ ხდებოდა ეს რომ გასაგებია ხო რომ მეორე მხარე გეუნებათ უნდა დაცალოთ ეს ნიშნავს იმას რომ გეტყოდნენ ასევე რომ უნდა დავანგრიოთ ან სხვაგვარად რა მნიშვნელობა აქვს თქვენ ქონება დაიკარგებოდა ცალსახად და ამას ახლა თქვენ ესე უბრალოდ სანამ რომელიმე რიგითი თანამშრომელი არ გამოგიგზავნიდათ უწყებას ან ტრაქტორს არ მოაყენებდა ესე არ დაელოდებოდით ამაში უბრალოდ არაგონირული იქნება ეს რომ საერთოდ ხო და ეს გითხარით ალბათ თქვენ მესმის მაგრამ ბატონო ალუდა ეს თლიანად დაბლოკა პროკურატურა ქალაქის პროკურატურა წაიღო თავისთან და არც გიგისთან შეხვედრა, არც სხვა ვინმესთან შეხვედრა ამ ეპიზოდს თლიანად განკარგავდა პროკურატურა. არა გავიგე გასაგებია, მაგრამ ნახეთ, არ მოგვეცა არც იმის დრო, არც იმის შანსი, რომ ვინმე შევხვედროდით. შეხედეთ მე რას გეკითხებით, პროკურატურამ დაბლოკა გასაგებია, მაგრამ ნახეთ თქვენი პარტნიორი, ასე ვთქვათ, თქვენი მარწმუნებლის პარტნიორი აქ საჯარო სხდომაზე გააჟღერა ის რომ მაგალითად ბოკერიას შეხვდიო ხო? ხა ბოკერია პირდაპირ გაგებით არც მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი იყო და არც პროკურატურას წარმოადგენდა. გასაგებია რომ საერთოდ ჯამში ალბათ ყველაფერს წარმოადგენდა თუ მისი აღქმით არც ვიცი ცხადია რომ რაღაც გარემოებიდან გამომდინარე ცდილობდა რომ კონტაქტი დაემყარებინა რომ მისი პოზიცია გაიჟღერებინა ხელისუფლებისთვის. ჩვენ ის გვაინტერესებს რომ ეს თქვენ ნახეთ არაგონიურულიც იქნება. ხო კარგად ალბათ იურისტი ბრძანდებით ხო? ნუ გასაგებია მით უმეტეს ალბათ ადვოკატი ასევე. არა. მით უმეტეს კი ბატონო. ნახეთ თქვენ ხო თქვენი მარწმუნებლის ინტერესიდან გამომდინარე ყველა კანონით გათვალისწინებული ღონე უნდა იხმაროთ იმისთვის რომ მის ინტერესები ჯერ უნდა წარმოადგინოთ ხომ ასეა ეს გაცნობიერებული გაქვთ იურისტი ბრძანდებით და იურიდიული მომსახურებას როდესაც ეწევით ამისი ვალდებულება ავტომატურად გადმოდის თქვენზე ხო და ამას გეკითხებით რომ მუნიციპალური ინსპექციის წყარო რომელიც თქვენს წინ დგას და ასე ვთქვათ ამ ბიზნესს ემუქრება და ქონებრივ ინტერესს ემუქრება წყარო არის მერია ხო და ეხლა უშუალოდ ეხლა პროკურატურამ წაიღო დაბლოკა ცოტა გაუგებარი არის ბატონო თქვენ რო ძალისხმევა თქვენი ძალისხმევა იმასთან დაკავშირებით რომ დაუშვათ მერიასთან თქვენი პოზიცია მიგეტანათ დარწმუნებული ვარ ასევე
განცხადებას როგორც მინიმუმ განცხადებას მაინც შეიტანდით, ხო ამას ხო ვერ აგიგზავნოს პროკურატურა კი არა ვერავინ რომ დაუშვათ განცხადება შეიტანოთ რომ თქვენი პირობები წამოაყენოთ, მოითხოვოთ შეხვედრა, ახსნა რომ როგორც ჩემო კოლეგამ გითხრათ ხო რომ ყოველ შემთხვევაში კი ვიცით ისინი როგორი ცივილური ჭარებში მიდგომის მატარებლები იყვნენ, მაგრამ თქვენ ხო თქვენი მხრიდან ეს ხო უნდა გაგეკეთებინათ და გეცადათ და ახლა თუ თქვენ იმას მეტყვით რომ ეს არ გავაკეთეო, უბრალოდ დაუჯერებელი იქნება და აუხსნელი იქნება ამავდროულად, იმიტომ რომ განცხადების ჩაბარებას კანცელარიაში როგორც მინიმუმ წინ დაუდგოდა, ხო? რიყის ეპიზოდზე ეს არ გაგვიკეთებია ბატონო ავლო და შეიძლება ბატონ გელას ჰქონდა კომუნიკაცია რაიმე გამოენახა, მაგრამ არ ამგონია რომ ქონოდა ეს დაბარებაც ჩვენ რო დაგვიბარეს მე რომ მოვყევი მისკევიც ეს იყო ჩვენ არავითარი ოფიციალური საბუთი არ მოგვსვლია ამის შესახებ და იმ დროს საფრთხე იმდენად დიდი იყო ამ მუქარის და მე როგორც ვიცი იმ დროს გელანიორაძეს არავითარი სხვა მოქმედება არ ჩაუტარებია ამ ქონების გადასარჩენად. თქვენ პარტნიორს ხომ არ ქონია მისდელობა? ეს ცით რატო გეკითხებით სურათისთვის რომ ჩვენ გვაინტერესებს ანუ შემხედრი ნაბიჯი იმ მხრიდან ხო გესმით რაღაც ეპიზოდურად თითქოს ამოგლეჯილი არის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები შეიძლება უწყება არ გამოგიგზავნოთ, მაგრამ ეს შეხვედრა ხომ არაოფიციალურ გარემოში ხო არ ხდება მუნიციპალური ინსპექციის პირი რომ იყო და თავი რო წარმოგიდგინათ და რო შედიოდით შენობაში ხელმარჯვნივ მახსოვს მე იქ იყო აბრა, სადაც ეწერა რომ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციას წარმოადგენდა ის შენობა, ხო? ანუ თქვენი აღქმა, თქვენი იურისტი ბრძანდებით და დეტალებში ამიტომ გელაპარაკებით ასე და გესმით რაზეც გესაუბრებით. თქვენი აღქმა რომ ნამდვილად სახელმწიფო უწყებაში მიდიხართ, იმიტომ რომ თქვენ რა ფაქტებზე წყვებით, ეს შეიძლება რომ სადღაც ქუჩურ გარჩევაში თუ რაღაც არაკანონიერი გზით შეიძლება ეს იყოს რომ ეხლა მოვარ წაგართმევ, წამოგართმევ რაღაცა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს დასკვნისთვის გვინდა, იმიტომ მოგიწვიეთ თქვენ ხომ და იმიტომ გინდათ რომ მოყვეთ თქვენი ისტორია რომ შესაბამისი ასახვა ჰქონდეს ამას. ამიტომ თქვენი აღქმით, ყველა გარემოებით ბრძანდებოდით სახელმწიფოს წარმომადგენელთან, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი გელაპარაკებოდათ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ხო და ამ სახელმწიფო წარმომადგენელმა თქვენ როდესაც გითხრათ რომ იცით რა ჩვენ უნდა რიგი გარემოების გამოთ რომ აღარ გავაგზელოთ, უნდა დავანგრიოთ ეს შენობა. თქვენ ხო გექნებოდათ შემხედრი პირობა, ხო არ წამოხვიდოდით და დაელოდებოდით 5 საათს, დილის 5 საათს ტრაქტორი როდის მოვიდოდა და თქვენი დაცვის თანამშრომელიც დარეკავდა, ხომ? აგერ ბატონმა ბოკერია მოძებნა ვიღაცა სხვამ. ჩვენ გვაინტერესებს მათი ერთიანობაში მათი სახე, გესმით? კი ვიცით ეს, თქვენს გარეშეც ვიცით, სხვა ფაქტებიც ვიცით და მთელმა ქვეყანამის ახალ სარფერს ვერ მოყვებით თქვენ დამერწმუნდეთ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს რადგანაც მოვბრძანდით რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, რომ აი ამ ცელობაზე ნახეთ მერთან შეხვედრა, მერის წარმომადგენელთან შეხვედრა, ეს ვალდებულება, გამიგეთ? სახელმწიფო წარმომადგენლის რაიმე არაფორმალური კი არ ხდება, არაკანონიერი კი არ ხდება და ეს თქვენის მხრიდან იქნებოდა გონივრული და იმათ მხრიდან ვალდებულება, იმიტომ რომ ამ ხელა ბიზნესის თქვენ როდესაც თქვით რომ 3 მილიონს აჭარბებდაო ქონება, ამას გარდა ბიზნესი ხო ცალკე ფასდება კიდე, ხო? ამიტომ ესეც ხო კარგად გავიგეთ. შესაბამისად ეხლა დაახლოებით ჯამურად რომ ვთქვათ, ქონებრივი ზიანი მარტო რას თქვენ ბრძანეთ, თორემ მე არც დოკუმენტი მინახავს და არც შემფასებელი არა ვარ. თქვენი განცხადებით, რაზეც დასკვნა მეტყველებს რომ არის 3 მილიონზე საუბარი, $100 და ბიზნესი ცალკე ფასდება. ნუ ჯამში გრუბად რომ ვთქვათ ეს ყველაფერი, ოდიში ამ გამოთქვისთვის, ესე უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 5 მილიონიან ბიზნესი არის საუბარი. ამ 5 მილიონიან ბიზნესს თქვენ დარწმუნებული ვარ რომ ესე ვერ დაელოდებოდით და იყო იმათ მხრიდან შეხვედრის ასე ვთქვათ ან მზაობა ან კონსტრუქციული რაიმე ან თქვენ გექონდათ ამაზე ძალისხმევა და იმათ გითხრეს ჩვენ გვაინტერესებს ის რომ მათ ქონდათ თუ არა გამიზნული რომ თქვენ ყველანაირ ასე ვთქვათ წინადადებაზე ეთქვათ უარი რომ წინასწარ განზრახული და დაგეგმილი გეგმა მოიყვანათ მოქმედებაში. აი ეს გაგვიხსენით? არა, მე როგორც მახსოვს ბატონო ალუ და არავითარი კონსტრუქციული წინადადება არ წამოსულა და
პირდაპირ ვიძახი გვეუბნებოდნენ რომ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ ჩვენ ამას მაინც ყველანაირად მივიღებთ თქვენ ამას დათანხმდებით თუ არ დათანხმდებით ოღონდ მე უფრო ძვირი დაგიჯდებათ ამის მოგვარება ჩვენთან მარტო ამ შენობის გამოცებით არ დავკმაყოფილდები კი ბატონო ზეწოლიდან გამომდინარე ეს არ გააკეთეთ რასაც კითხულობდა ბატონი ალუდა ბატონო სუსარ ბრძანეთ დიახ ბატონო ყარამანიშვილებმა გაიფორმეს ეს რიყე ერთი თვე ქონდა და მე უკან მისეს უგულავა დაიმათ 17 მილიონად 7 მილიონად შეისყიდეს ო იმათ სახელზე იყო მე ის რო ავიღე იუსტიციის სამინისტროდან იქ ეწერა ყარამანიშვილების ძმები და 7 მილიონი დოლარი მე ცოტა ხნის მერე 17 მილიონად გაყიდეს და რა უკვე და რაკნეს არ ვიცი ყარამანიშვილებზე იყო გაფორმებული რუსთავი 2 როგორც რუსთავი 2 არ იყო ყარამანიშვილების ისე ეს რიყე არ იყო ყარამანიშვილების ეს იყო არც მაშინდელი მმართველი და ვინც იყო სააკაშვილი იყო უგულავა ვინც იყო უბრალოდ ფული გააკეთეს 7 მილიონის ვითომ იყიდა სახელმწიფომ ის არ 7 მილიონად ვითომ გაყიდა და 17-ად იყიდა მე უკან და ეს 10 მილიონი ჩაიდეს ჯიბეში აი ჩვეულებრივი კორუფცია განსხვავებით თქვენგან რომლებმაც მართლა ის ნაგავსაყრელი მართალია ქალაქის ცენტრში მაგრამ გააკეთეთ და ის რო ეს არ იყო მიტაცებული ის რო აქ ვერ მოგედავებოდნენ ვერაფერში ჩანს იქიდან რომ ამის შესყიდვა მოხდა არა შევარდნაძის პერიოდში მე რო გქონდათ რომ შევარდნაძის დროს კორუფციას გქონდა ადგილი არ მე სწორედ მაშინ როცა ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში იყო 2 წლის თან ის ახალ მოსულზე კი არა 2005 წელს 2 წელი იყო უკვე რაც მოსულები იყვნენ აფხაზეთზე მოყევით თქვენ ძალიან ძიმე ტრაგედიები გადაგხდა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო თქვენმა ოჯახმა და საცხოვრობდით აფხაზეთში გალის რაიონი აფშიგوارაში და დატოვეთ ქონება თქვენი 2 ძმა იქ უგზოუგლოდ დაიკარგა ასეთი ყოველგვარი ვერაფერი ქონება ვერ მოიტანეთ ააწყვეთ თავიდან ცხოვრება თქვენი შრომით თქვენი სიბეჭდით და ეს ყველაფერი საგართოს ხელმეორედ რა ვიცი ხელმეორედ დევნილად გაქცეს პრაქტიკულად კი ბატონო უბრალოდ მე ქალბატონი მანონი ხო თქვენი მეუღლე ხო გენაცვალე მეუღლოდ მახსოვს მარტო თავისუფლებებისთვის კი არ იბრძოდა აი ზოგადად სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა ერთი პერიოდი ისე აქტიურად იბრძოდა მაშინ სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ იმ უსამართლობის წინააღმდეგ რაც მაშინ ხდებოდა და ძალიან სამწუხაროა რომ ეხლა თქვენი განაცვისმე რომ ბოლომდე ეს უფლებები ადგენილი არ არის ქონებრივი უფლებები და იმედი მაქვს რომ ჩვენი კომისიის დასკვნა ამაშიც დაგეხმარებათ და გარკვეული წინსვლა იქნება მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ თქვენი სიმტკიცისთვის და დღეს აქ ყოფნისთვის შემდეგი ეპიზოდი თუ შეიძლება შემდეგი ეპიზოდი ქალბატონი ნათია ჯიმშელეიშვილის მამა ვახტანგ ჯიმშელეიშვილი დედაენის ბაღში ფლობდა 1095 კვადრატ მიწის ფართობს და მასზე განლაგებულ 1370 კვადრატულ შენობა ნაგებობას, რომელიც წარმოადგენდა ისიც კვების ობიექტი იყო რესტორანი მერცხალი, რომელიც მას შეძენილი ჰქონდა ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით კერძო პირებისგან 99 წელში 205,000 ლარად და იქაც მიდიოდა ჩვეულებრივი სარესტორნო ცხოვრება. 2007 წლის დასაწყისში თქვენ ალბათ გახსოვთ, თბილისში გაიმართა საპროტესტო აქციები, მთავრობას უნდოდა პიონერთა სასახლის გაუქმება და მისი გადაცემა ბალეტის სკოლისთვის. მაშინ კულტურის მესვეურება და ხალხმა ამას მტკიცედ დაუდგენდა, ეს განზრახვა მთავრობამ სისრულეში ვერ მოიყედა. მოიყვანა სწორედ ამ დროს 2000 რამოდენიმე ხნის შემდეგ ჩვენთან სადილოთ მოდის მაშინდელი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი რამოდენიმე თანხლებ პირთან ერთად და დედაენის ბაღში? დედაენის ბაღში და ამ დედაენის ბაღზე მე თავებიდან ვიტყვი რომ ბატონ გელა იღებდა პრევენციულ ზომებს რადგან ჩვენ უკვე ქონება წართმეული ვქონდა რაღაც ქონებები გავასხვისეთ და ამ ქონებაზეც მიდიოდა ერთ-ერთ კომპანიასთან შეთანხმება რომ გაგვესხვისებია და მოგვეშორებია ფასი იყო შესათანხმებელი იმ კომპანიამ ითხოვა რამოდენიმე კვირა რომ პარტნიორები ყავდა გერმანელები
და შეეთანხმებია თავის პარტნიორებთან თანხა, რომ შემდეგ ეს ტრანზაქცია გახორციელებულიყო. სწორედ ამ დროს მოდის ახვლედიანი ჩვენთან თანხმლებ პირებთან ერთად სავახშმოთ, ერთ-ერთი თანამშრომელი შემოდის და მეუბნება, რომ ის ვიღაცას ჩვენ ფარდზე ელაპარაკება და იქ ტერასა ისე იყო განთავსებული, სადაც იდგა, მე ვერ დამინახავ და რომ ამას ვისმენდი და ხმარობდა სიტყვა შეფ, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზა ვიპოვე, უხსნიდა, რომ ამ შენობას ჰქონდა მთლიანი დარბაზი პირველ სართულზე, მეორე სართულზე ჰქონდა კაბინეტების მაგვარი ოთახები და ის უხსნიდა ფერს, ადგილმდებარეობას, ესეთი ფრაზა იყო, როგორ არ იცი. ეუბნებოდა ეს შენობა სწორედ ახვლედიანის სტუმრობიდან სადღაც არ იქნებოდა 15-20 დღე გასული ბატონი ვახტანგი და ბატონი ვახტანგი 2005 წლიდან უკვე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და კომპანიის მართვას ძირითადად ბატონი გელა ახორციელებდა და მეთვალყურეობას და მისი დავალებით მე ბატონ ვახტანგს იბარებენ ფინანსურ პოლიციაში ბატონ ვახტანგს ჩვენ გავაყოლეთ ადვოკატი რომელიც მის დაკითხვას არ დაასწრეს, დაკითხვა დაიწყო დილის 10 საათზე და დამთავრდა საღამოს 7 საათზე. ბატონი ვახტანგი ამავე დროს იყო შაქრიანი დიაბეტი, დავა და დაკითხვის დროს მოთხოვა, რომ შაქრიანი აბები მომეცითო, რომ მივიღო, ამაზე იგნორირება გაუკეთეს და რომ გამოვიდა, ბატონი ვახტანგი უკვე იმ მდგომარეობაში იყო, რომ მისი პიროვნება ჩამოანგრიეს და როგორც ყვებოდა, რომ ამდენ ხანს ეს ავანტყოფი კაცო საფერფარეშოსიც არ შემიჩნეს, ადვოკატი საერთოდ მის დაკითხვაზე არ შეუშვეს და რომ კითხეთ, რომ რას გეუბნებოდე, რა უნდოდა ჩვენგან, ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ ეთქვა, რომ ეს შენობა ნაგებობა რეალურად მისი არ იყო და იყო მისი სიძის, რომ მისი სიძე აქ ათეთრებდა ფულს და ეს შენობა სახელმწიფოს ჭირდებოდა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცათ იგივე და იგივე სქემა რა თქმა უნდა ამაზე უარი უთხარით ჩვენ ბატონი გელა თორნიკე მახსოვს მაშინ არ იყო სრულწლოვანი ფეხბურთს თამაშობდა და იყო შეკრებაზე საზღვარგარეთ ბატონმა გელამ გაარიდა თავისი მეუღლე ნიორაძე თორნიკეს მამა ბატონი ვახტანგი რა გვარია ჯიმშელეიშვილი მისი მეუღლის მამა გვარებიც თქვით ხოლმე რა რომ მივხვდით დიახ ბატონმა გელამ თავის მეუღლე ქალაქს გაარიდა და თვითონაც დატოვა საქართველო მაგრამ მისი საქართველოს დატოვება ცოტა იყო პრობლემატური ამიტომ ის საქართველოს ტოვებს ბატონ ალიკო თეთრაშვილთან ერთად რომ საზღვარზე გასვლის პრობლემა არ შექმნოდათ ეხლა რომ ალიკოსთან ვერ იეჭვიანებდა თუ გასაქცევად ბატონო ვაჟა ესე იგი სწორად გავიგე ხომ ბატონი გელა ნიორაძე იძულების წესით და თქვენ ამის შესახებ გვიამბეთ რიყეზე უთმობს სახელმწიფოს თავის მრავალმილიონიან ქონებას ამის მერე იბარებენ მის სიმამრს რომელსაც აქვს საკუთრებაში დედაენის ბაღში ობიექტი და ეუბნებიან რომ შენ სიძეს ისევ გელა ნიორაძეს რომელსაც რიყეზე უკვე წაართვეს ქონება დაადე ხელი რომ ფაქტობრივად ეს მისი ქონებაა ესეც დედაენის ბაღში და რომ ის აქ ათეთრებს ფულს კი ამას ყვებით კი ბატონო რატომ ერჩოდნენ ასე გელა ნიორაძეს თქვენი აზრით იმიტომ რომ ბატონ გელა თავიდანვე წინააღმდეგი იყო სააკაშვილის გუნდის და ამას ბოლოს მოუყვები ბატონ გელა კენჭს იყრიდა სააკაშვილის არჩევა 2003 წლის რევოლუციას რო არქმევენ ესენი იქამდე და ერთ ეპიზოდს იქიდანაც მოუყვები ამას რო ჩავავთავრებ ბატონი გელა ტოვებს საქართველოს ბატონი ვახტანგი ხდება ძალიან ცუდად ფეხზე განუვითარდა და რომ საჭიროა ამპუტაცია და მას ვაწვენთ საავადმყოფოში ეგ არის 2007 წლის 19 აგვისტო ამას იგებენ
და მყისიერად იწყება შემოტევა. მირეკავს მე გრიგოლ ბაიბურთი, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მაშინდელი თანამშრომელი და მირეკავს პროკურორი მიშა იაშვილი. ეს არის ბოჭორიშვილის პროფესორი ბოჭორიშვილი რო იყო, იმის შვილიშვილი. და პირდაპირ მეუბნება და სიტყვა ლეკვი, რასაც ხმარობს პრეზიდენტი რო გადაყავთ ციხეში, ეს ეთყობა მისი ტერმინოლოგია იყო მაშინდელი, რომელსაც ამათაც ატაცებული ჰქონდათ, რომ პროკურორი რომ მირეკავს და მეუბნება გელანიორაძეც თუ გონია რომ მისი ლეკვი დატოვა, ესე იგი მე აგ და მას ვერ მოევლება, ძალიან შემცდარად ვიცით სად არის გელანიორაძე. გელანიორაძესაც 24 საათში ჩამოგიბრძანებთ, ეხა დაურეკე და უთხარი რომ სასტ და ვახტანგი უკვე რეანიმაციაში წევს გელასტიმავრი და მის წიმავს რომ რეზბალიცაზე გადავიყვანთო. მე ურეკავ, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე იმდენად რეალური იყო, როცა გირეკავს ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი და გირეკავს პროკურორი, მე დაუკავშირდი ბატონგელას და უთხარი რომ ესეთი სიტუაცია იყო, რომ ითხოვენ აუცილებლად რომ დღეს ეკონომიკის სამინისტროში მივიდეს წერილი, რომ ჩვენ თანახმავართ ეს ქონება გადმოგცეთ, მაგრამ აი აქ ბატონმა ალიკომ რო იკითხა, რამე შემოთავაზება არ ქონდათო, აუცილებლად აკეთებენ აქცენტს, თქვენ უნდა მიიღოთ ქონება. პირველ ქონებას გვეუბნებიან, ეს იყო ლევან კეჭაძის ქონება, სასტუმრო, რომელიც წაართვეს, უნდა მიიღოთ ეს ქონება. რა თქმა უნდა, გელანიორაძე ამ ქონებაზე ეუბნება უარს, რომ წართმეული კაცის ქონებას მე ვერ მივიღებ. ვინ იყო ლევან კეჭაძე ახალგაზრდებს რო უთხრათ? ეს იყო შინაგან სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც როგორც მე ვიცი, როგორც ბატონ სულხას დააბრალეს, რომ ეს ქონება მისი იყო, აყიდინეს, სახელმწიფოსთვის გადააცემინეს იგივე სქემით. და შემდეგ წაგვიყვანეს მაჩაბლის ქუჩაზე, სადაც 200 კვადრატული ფართი იყო, სადაც იყო განთავსებული როგორც მახსოვს რაღაც პოლიტიკური ოფისი და ხალხი ცხოვრობდა და უთხარით რომ აქ ირაკლი წერეთლის ოფისი იყო და აქ ხო ეს ხალხი ცხოვრობს კიდევაც და პოლიტიკურ საქმიანობას ამ ხალხს ისე გამოგიბუნძულებთ თუ აქიდანო ამაზე თქვენ არ ინერვიულობთ. ვინ თქვა ეს? ეს გვეუბნება ბაიბურთის კომანდა რა, იქ ვინც არის, ვინც ამას გვთავაზობს, რომ ეს ქონება უნდა მიიღოთ, მაგრამ ქვეტექსტი ჩვენ რატო უნდა მივიღოთ ქონება, ეს გამოჩნდება ბოლოში. რომ ჩვენ ამაზეც უარი უთხარით და ბოლო-ბოლო დაგვიბარეს, რომ ერთი ქონება გვაქვს უზნაძის ქუჩაზე, ამ ქონებას მიიღებთ, თქვენ თუ ამ ქონებას არ მიიღებთ, ამ დედაინის ბაღს მაინც დაგარწმებთ. განწყობა არის. მაგრამ ეს ქონებები, რასაც გთავაზობენ, მიიღეთ იგულისხმება სანაცვლოდ დედაინის. კი ბატონო. რომ ეს ჭირდებათ, რომ ეს ტრანზაქცია არ იყოს ისე გაფორმებული, რომ შემდეგში წარმოჩინდეს, რომ ეს ქონება ჩვენ წავართვით, იმიტომ რომ ეს ქონება ვიღაცისთვის ჭირდებათ. ნუ რა თქმა უნდა, მე ურეკავ ბატონგელას და ვეუბნები, რომ მე უნდა შევადგინო წერილი მიუტანო, თორე აქ ატყდება ერთი ამბავი და შენზეც არის რეალური, რომ იციან, ნუ მითხრეს უკრაინაში, აქა და ამ ქალაქში არის და ჩამოვაბრძანებთ რა. რა მე წერილს, როცა ვახტანგ ჯიჯელიშვილი არის რეანიმაციაში, ხელს ვაწერ მე და ამ წერილის მე საწავიდა ეს წერილი მასაც მოგიყვებით და ეს იყო ჩვენ ერთ გათვლაც კი იყო რომ მე მომეწერა ხელი ან ვინმეს მოეწერა რომ შემდეგ რომ ესენი ყოველთვის ხო არ იქნებოდნენ და დადგებოდა ეს მომენტი როცა სამართლებრივი დავა ამ საკითხებზე წავიდოდა მოვაწერე მე ხელი ხდება ეკონომიკის სამინისტროს შესაძლოში პროკურორი იაშვილი და პროკურორი იაშვილი მეთვალყურეობს იმას რომ მე ამ წერილის ასლი არ მქონდეს რო ჩავაბარე მე რო ჩავაბარე რაღაც არ მახსოვს დავყონდი შევბრუნდი კანცელარიაში და ვთხოვე რომ ასლზე ბეჭედი დამირტყით რა რომ ეს და ეს ჩავაბარე მე სამდივნოში რომ მქონდეს რომ ეს მართლა ჩაბარებული გვაქვს ამის შემდეგ გელანიორაძის დამალვას აზრი არა აქვს ბოდიში და არ მოგცეს ეს ასლი მომცეს ოღონდ ის სანამ შენობაში იყო მეთვალყურეობდა რომ მე ეს არ მქონოდა ყველანაირად, მაგრამ მისი დატოვების შემდეგ ვთხოვე და ვთხოვე რომ ეს და იმათმა ვერც გათვალეს ის რომ რა შეიძლება ჩვენს დაგვჭირვებოდა. შემდეგ გელანიორაძე ჩამოდის საქართველოში, ჩვენ ვიწყებთ ყველანაირ მოქმედებას, რომ ჩვენ უკვე ერთხელ ვთვლიდით, რომ სახადი უკვე გადახდილი გვქონდა და მეორეჯერ არავინ შეგვეხებოდა.
და გელანიორაძე თავისი არხებით მაშინ ეკონომიკის მინისტრი არის გიორგი არველაძე და შეუთვალა რომ ერთი ქონება წამართვით ეხლა მეორე ქონებასაც მართვებთ ესე ხო არ შეიძლება და გიორგისგან წამოვიდა მახსოვს ესეთი წინადადება რომ მე ამას ყველანაირად გავაჯანჯლებ მაგრამ ამაზე არის პრეზიდენტის წერილობითი განკარგულება თქვენ თუ რამე არხებით შეესწრებით რომ ეს შეაჩერეთ თორემ მე ამას არავინ არ შემეკითხება ისე მოხდება ამის ბოლომდე დასრულება ამას ამბობს მინისტრი გიორგი არველაძე ისი პირით უთვლიდა გელანიორაძის ახლობლის პირით შემოუთვალა რომ გიორგიმ ესე თქვა მე ეს ბატონი გელასგან ვიცი რომ სანამ და ზუსტად მან პირობა შეასრულა სანამ ის მინისტრი იყო ეს ქონება არ გადაფორმებულა შემდეგ როგორც თქვენ იცით 2007 წელს ამათ ძალიან გაუჭირდათ იმ ცნობილი აქციების შემდეგ პრეზიდენტს მოუწია გადადგომა და პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას ასრულებდა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ერთ-ერთი თანაშემწე იყო ბატონი გელანიორაძის მეგობრის შვილი და მან თხოვა რომ შეადგენდა წერილს, სადაც წერდა რომ ქალბატონი ნინოს მიიღოს ზომები, რომ ეს არ იყო მისი ოჯახის სურვილი, რომ ეს ქონებები ესე გაცვლილიყო და როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მიიღო რამე გადაწყვეტილება. არავითარი რეაგირება არ მოყოლია ქალბატონ ნინოსთან ამ წერილობით კომუნიკაციას და ეს ყველაფერი ნახდება 2008 წლის 16 ივნისს ჩვენ ვზივართ რესტორან აფეტრებში მე ბატონი გელა ვანო ხუხუნეიშვილი საქართველოს ჯარების პირველი სარდალი ივან ეჭელიძე და ვამბობთ რომ რა ხდება ეს ბატონ ვანოს უზიარებთ რომ შენ ხო მაგათი გუნდის წევრი იყავი და როგორ ხდება ამ დროს ხდება ამ რესტორნის ალყაში მოქცევა ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ და მათი ინტერესით სადაც ბატონი გელა მიდიოდა ყველგან წარმოადგენდა რომ ამას ჩემზე რომ ამასთან შეგიძლია თავისუფლად ილაპარაკოთ ეს იგივე ჩემი შვილია და ეს ფრაზა ჰქონდა ყურში ჩაჯენილი და ეგონდათ რომ მე ვიყავი თორნიკენიორაძე ხდება ბატონი გელას აყვანა და ჩემი აყვანაც და რომ მივყავარ მე ერთ-ერთი ის აყვანი მეკითხება რომ თქვენ რა გვარის ბრძანდებითო და მე ვთქარ მე მანია ვარ მეთქა გადაძახა ესო ის ნიორაძე არ ყოფილაო რომ თორნიკეს რო აიყვანდნენ მე თორნიკეს შანტაჟით ყველაფერს გააკეთებიებდნენ ეხა არასრულწლოვანი შვილის შანტაჟით და მე დამტოვეს ბატონი გელა წაიყვანეს სადღაც ბატონმა ვანომას ხუქუნეიშვილმა რაღაც ზარები გააკეთა მახსოვს და ბატონი გელა სადღაც 40 წუთში უკან დააბრუნეს და ბატონმა გელამ უთხრა რომ ეს იყო იმ ცინიზმის ზღვარი რაც მან იქ მოისმინა და ისაკლა რომ მაინც წინააღმდეგობას უწევდა ამის მერე სულ 2 დღეში ალბათ იქნებოდა 18 ივნისი ისევ რეკავს იაშვილი რომელი წელია ეს 2008 წელი და იაშვილს ჰქონდა ესეთი პრინციპი რომ ეს მაშინ ეკონომიკის სამინისტრო იყო დედაენის ბაღ და ალექსანდროვის ბაღ და დამიბარებდა 2 საათი დამაყენებდა რომ ვითომ რაღაც უნდა გადაეწყვიტათ. იმიტომ რომ ბატონ გელას ნათქვამი ჰქონდა რომ თუ როგორც მე ისე შეგიძლიათ ვაჟას უთხრათ ვაჟა ყველაფერს ამბავს მოგვითანს ჩვენ დამაყენებდა ესე 2 საათი მე ცინიკურად მეტყოდა რომ მიბძანდით დღეს არაფერი არ არის და კარგად და ეს ამ პერიოდში ხშირად ხდებოდა ხოლმე ხან ბაიბურს დაარეკინებდნენ და გვიბარებს ხდება ბაიბურთი გრიშა ეს პროკურორი იაშვილი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი ეკონომიკის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი გიორგი ქუთათელაძე და მინისტრის მოადგილე ბექა ოქროსჩვარიძე აქ უკვე ესენი ძალიან შეურაცხყოფილი არიან ეთყობა ზევიდან უთხრეს რომ უკვე პრეზიდენტმა ერთი განკარგულება გამოსცა და ვერ შეასრულეთ ეხლა უწევს პრეზიდენტს მეორე განკარგულების გამოცემა ამ ფაქტზე
და ეს ქუთათელაძე იყო ძალიან შეურაცხყოფილი და მახსოვს გვეუბნება ესეთ რაღაცას, ნუ გადაეტყვა ძალიან დატუქს ზევიდან და თქვენო მე რამდენჯერ უნდა მოგიყვანოთ აქო და ეხა პირდაპირ ეთერში მიდის და ორ ამხელა ეტყობა იქ შემოუთვალეს ორ ამხელა სტირებსო ორ კაც თავი როგორ ვერ მოუგრიხეთო და უცებ განმუხტა ბექა ოქროსთვარიძე ლაპარაკი აქ ჩვენო საჩხუბრად ხო არ ვართო ის უფრო აკადემიური იყო და ჩვენო ვართო აქ ამ საკითხის გადასაწყვეტად მოსულიო და შევთანხმდით რომ 2008 წლის 28 ივნისს მივიდოდით და ამ ქონებას გადავაფორმებდით. მაგრამ ამ დროს ბატონი ვახტანგის ჯიმშელიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმდება. და ბატონმა გელამ დაურეკა ბაიბურს და უთხრა რომ ის ვერ მოაწერდა ხელშეკრულებას ხელს იმდენად ძიმე იყო მისი ფიზიკური მდგომარეობა ბაიბურთმა უთხრა რომ უთხარიო ბატონ ვაჟასო ჩვენო დაგვიკავშირდესო და ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთო მე რა თქმა უნდა უკავშირდები მივდივარ ციური ბერიძესთან ნოტარიუსთან ეს გიორგი იღებს ქუთათელაძე ციური ბერიძესგან ამ წიგს სანოტარო წიგს და ამ გამზადებულ აქტებს და მივდივართ ვახტანგ ჯიმშელიშვილთან მიცკევიჩის ქუჩაზე სახლში სადაც ხდება ქალბატონი ნათია ვაყენებთ საწოლი და ვსვამთ ეთლზე და მოვყავს ვისაღებ ოთახში ხელშეკრულებების ხელის მოსაწერა და ამ დროს ეონები ხო ხედავთ მეთქი რა მდგომარეობაში არიან ჩვენ ფაქტიურად შეთანხმებულები ვართ მოდი ნურს თქვენ გადმოგვიფორმებთ იმ ქონებას იმიტომ რომ იმ ქონების აღების სურვილი დიდად არ მქონდა და მე წარმოდგენილი მაქვს ფოტოსურათები ჩვენ რა შენობა გადავეცით და რა შენობა გადმოგწეს 400 კვადრატულის მთლიანად ამორტიზებული მთლიანად განადგურებული ეს უზნაძის ქუჩაზე შენობა სადაც ტოლვილები იყვნენ და შემდეგ ამას ვეუბნები რომ წაიღეთ ეს დედაენის ბაღის ქონება გელანიორაძე ამაზე თანახმა იქნება და მოკნება ეს კაცი ხო როდესღაც იქნება და მოდი მაშინ მოვაწეროთ ხელი და ამ საწოდაობას ნუ გავაკეთებთ ამაზე გაგიჟდა ქუთათელაძე რომ მე დღეს ტრანზაქცია დღეს უნდა დავამთავრო ეს სად ხდება კლინიკაში სახლში ბატონ ვახტანგისთან იქ მოვიდა ნოტარიუსი ციური ნოტარიუსი არავინ ნოტარიუსი ციგნი გამოართვა ამ ქუთათელაძე ამ საბუთებთან ერთად ნოტარიუსი არ ყოფილა რა ციგნი გამოართვა აი სანოტარო აღრიცხვის ციგნი და რეესტრი გამოართვა ხო ხელშეკრულებები სადაც ხელი არც იყო ის არც კი წამოიყო და თვითონ ასრულებდა ამ მოვალეობა თავის ჭკუით ქუთათელაძეს რა ქვია გიორგი ქუთათელაძე ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი ხო ასეა დიახ ქონდა მას თანამდებობა მაშინ გონი არა უბრალოდ თანამშრომელი იყო იურიდიული დეპარტამენტის ეს ბაიბურთიც გვახლავს რომელიც პირდაპირ ხაზია იაშვილთან და პირობა ის არის რომ იმ დღეს 28 ივნისს ბატონ გელა სახლიდან არ უნდა გამოვიდეს და მას სახლში დარაჯად უყენებენ ალბათ სუსის მანქანას და ეს პირდაპირ კონტაქტზეა ნუ ხელი მე დაუკავე და ხელშეკრულებაში ჩანს რომ იმას ადამიანი საფჭკუაძე ყოფი და გადაწყვეტილების მიღები ისე ხელს ვერ მოაწერეს ხელი გავაცილე ბაიბურთმა უპატაკა პროკურორს რომ მორჩა და ვიღაც ვინმე მეგრელიშვილი უნდა მისულიყო ეკონომიკის სამინისტროდან ციური ბერიძესთან და მოეწერა ხელი ეს მეგრელიშვილი ჩვენ არც ამ მოლაპარაკების პროცესში არ გვინახია ბატონო ვაჟა ხელი ხელშეკრულებას მოაწერა ჯიმშელიშვილმა თუ სანოტარო ჟურნალშიც გამოკეთა სანოტარო ჟურნალშიც და ხელშეკრულებასაც ოღონდ შემიძლია ისე რომ ციური ბერიძე იქ არ იმყოფებოდა ციური ბერიძე შემდეგ და საიდან იცით რომ ეს ციური ბერიძის სანოტარო ჟურნალი იყო სანოტარო ბიუროში შევხვდი მე მას ის ქალბატონ ციურის ეს ციგნი რომ მოქონდათ და არ მახსოვს როგორ შეაფასა თქვენ მომდევნო ის ხართო მოქალაქე რომ საფჭკუაზე ყოფი მოქალაქე რომელმაც გადაწყვეტეთ ქონება სახელმწიფოს და რაღაც ცინიკური მომართვა იყო რა და ეს ჟურნალი გამოგატანეთ კი გამოატანა არც უკითხიათ იმ ქუთათელაძეს უკვე მოგვარებული ქონდა რომ ჟურნალი მე რომ მივედი ციური ბერიძე ნახე ჩავჯეკით მე და ქუთათელაძე ერთ მანქანაში და გრიგოლ ბაიბურთი მეორე მანქანით მოვიდა და
ესე მოხდა ამ ქონების იურიდიული გადაფორმება. ჩვენ ის უზნაძეზე გადმოცემულ ქონებაში იყვნენ ტოლვილები, შესახლებულები. ეს შენობა იყო ქალბატონოთი აგერ მაქვს ამსახველი არც სახურავი, ორი ოთახი იყო, რომელშიც ეს ხალხი იყვნენ გათავსებული და ამ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ამას კი არ ვართმევთ და ამ შენობას ისე კი არ, აქ შემოდიან ინვესტორები. და თქვენ ეს ინვესტორები, რომ იმათაც პანიკა არ აეტეხათ, რომ აი ჩვენ ტოლვილებს ახლა აქიდანაც გავყრიან და მივედით შენობა დაკავებული აქვს ტოლვილებს, ავტოფარეხი დაკავებული აქვს დგებუაძის ქუჩაზე მაცხოვრებლებს და მივედით რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტროში და ვეუბნებით ეს ხო არ არის ქონება უფლებრივად და საგნობრივად უნაკლო. მოდით ესენი გაიყვანეთ მაინც ამ შენობიდან. კატეგორიული უარია მათ გაყვანაზე, გვითხრეს რომ თქვენ უნდა გადაუხადოთ ფული ტოლვილებს, ეს ტოლვილებიც რადგან ელოდებოდნენ რომ აქ ინვესტორები შემოდიან და არა დაქცეული ხალხი, რომელიც სახელმწიფომ დააქცია, ისინი ქონებებს, ადეკვატურ ქონებებს ითხოვდნენ ვითომ რომ ჩვენ კანონით ხო გვეკუთვნის რომ კი არ გაგვიუარესდეს პირობები, რომ გაგვიუმჯობესდესო და მაშინ იყო ტოლთა და გასახლების სამინისტროში შევხვდით, მაშინ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა თუ მოადგილე იყო ბესო წერედიანი რა. და უთხარით რომ რა ხდება ეს ხალხი გაგვაყვანიეთ და გითხრა რომ ეს თქვენ უნდა გადაიხადოთ $30,000 თუ გინდა ჩვენ ჩაგვირიცხეთ ეს დახა სამინისტროს ანგარიშზე და პაღურის წყმით გამოვაგდებთ იმათო ეს იმ ხალხმაც გაიგეს ალბათ რო უპირებდნენ და შემდეგ ნოტარიუსთან მივედით და გადავეცით ეს $30,000 ამ ტოლვილებს და ეს ტოლვილება დატოვეს ეს ჩვენი შენობა ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ ის ფული და როგორც ვიცით საკუთარი სახლი იყიდეს მაშინ ამ ფულით და აქ შემდეგ რჩება მეორე მომენტი ავტოფარეხები. ავტოფარეხები დაკავებული აქვს პირებს ერთი არის არველაძე ფეხბურთელები არველაძეების მამიდა ვინმე ჩიკვაიძეს და გაბელიას მივდივართ ამ ხალხთან და ვეუბნებით რომ დაცალეთ ეს შენობა ამაზე კატეგორიულ უარს ვიღებთ და თქვენ ქალბატონთიას ეცოდინება კარგად და ემახსოვრება ვანო მერაბიშვილის ბრძანება გამოსახლებებზე და ჩვენც რადგანაც ვიფიქრეთ ამ ბრძანებით ვიხელმძღვანელებთ შევკრიბეთ დოკუმენტები წარმოადგინეთ პოლიციაში კანონის შესაბამისად გამოვაქვეყნეთ პრესაში გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში პოლიცია უნდა მისულიყო და გამოესახლებია ამ პერიოდში ისევ გვიბარებენ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრას ესწრება ეკაზღულაძე, ესწრება არველაძეების ადვოკატი და როგორც მახსოვს მამამისი და ვითომ საბუთები შეისწავლეს და ზღულაძე ამბობს რომ ეს საქმე ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ, სხვა გამოსახლებებს წყვიტავდნენ და მიმართეთ სასამართლოს და სასამართლომ გადაწყვიტოს ეს ამბავი. ნუ მაშინ სასამართლოს მიმართვას არავითარი აზრი არ ქონდა და არ მიგვიმართია სასამართლოსთვის წლები ჩვეულებრივად მიდიოდა ცხოვრება ამ გავარემონტეთ 10%-იანი სესხებით, იმიტომ რომ არცერთმა ბანკმა არ მიგვიკარა ამ შენობის რეაბილიტაცია და ოჯახს რაღაც შემოსავალი რო ქონოდა ამ გარემონტების შემდეგ მივდივართ TBC ბანკში და TBC ბანკი გვაძლევს სესხს და ბატონი გელას გარდაცვალების შემდეგ მივდივართ ბანკში და ბანკი გვეუბნება რომ გელა ნიორაძეს არ ქონდა როცა კანონი უკვე ავალდებულებდა სიცოცხლის ზღვევა ყოფილიყო და იმიტომ რომ სესხი არ იყო პატარა და აუცილებლად და არგუმენტს გვეუბნებია რომ სიცოცხლის დაზღვევა ბატონმა გელამ არ მოინდომა TBC ბანკი გვეუბნება და ჩვენ მაშინ არ გაუფორმეთ და ეჭვი მაქვს რომ ეს ყველაფერი გაფორმებული იყო და ჩვენ არ იმას გვიქნეს არ გაგვაგებიეს თლიანი თანხა ის გარდაცვალების შემდეგაც დაგვარიცხეს სანამ მემკვიდრეობა გაიხსნებოდა და ქონებას მიიღებდნენ მემკვიდრეობი და გაასხვისებდნენ და გადაიხდიდნენ ამვალებს და ესე იყო ამ ნაწილში
ეს ქონება ჩვენი ჩამორთმეული, ჩვენ ამ ქონებაზე ყოველთვის ქონდა პრეტენზია. მე თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ ჩავდივარ, როცა გადავეცით, უკვე მაინც ვაქცევ ყურადღებას. ერთ-ერთი მისვლის შემდეგ მივწერე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ამ ქონების გაძარცვის საფრთხე იქნებოდა და დაეყენებიათ დაცვა, რომ არ მომხდარიყო ქონების განადგურება. ოფიციალურად მაქვს წერილი ეკონომიკის სამინისტროს ჩაბარებული და საბუთებს თან ახლავთ, ამაზე არავითარი რეაგირება არ ქონდა და ზუსტად ერთ თვეში მახსოვს ჩავედი 2008 წლის 10 სექტემბერი იქნებოდა შენობა არის სრულიად გაძარცვული. აი შენობას რომელიც გადავეცით ამ მდგომარეობაში, სადაც პირველ სართულზე და კიბეებზე სულ მარმარილოებით იყო გაწყობილი, ეს მარმარილოები არის საერთოდ აყრილი, მე შევატყობიე პოლიციის შესაბამის ორგანოებს, უკვე ვწერ ეკონომიკის სამინისტროს მეორე წერილს, რომ ის შენობა მთლიანად იძარცვება და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება ეს შენობა დავიცვათ, იმიტომ რომ შემდეგ რომ კიდე რამეში არ შემოგვდავებოდნენ, იცით რა თქვენ ძართოთ ამ ქონებას და გქონდათ ეს პრაქტიკა, მაგრამ ვინ მიაქცევდა ამას ყურადღებას, თურმე ამ ფილებს ესენი მთლიან ქონებას იღებენ და როგორც ბატონი გელა იძახდა, რომელიღაც მაღალმა ჩინოსანმა ეს ქონება, ეს მარმარილოს ფილები დაიგო სახლში. ვინ დაიგო სახლში? აი, რამოდენიმეჯერ ვთხოვე, რომ ეთქვა ვის ქონდა, მაგრამ არაფრით არ თქვა, იმიტომ რომ ამას შვილი თორნიკეზე აპელირებდა, რომ თავმოყარე ბიჭიაო და შეიძლება შემდეგ ამას მოყვეს გართულებებიო. ეს ქონება ჩვენ რომ ჩამოგვართვეს, ზუსტად ოქტომბრის თვეში გადაცეს ნინო ანანიაშვილის ბალეტის სკოლას. და აქ მივხვდით უკვე ის ახვლედიანის ვიზიტი და ახსნა, რომ პრობლემა გადაწყვიტა, რა პრობლემის გადაწყვეტა იყო, იმიტომ რომ ვერ მოახერხეს პიონერთა სასახლის მისთვის გადაცემა. გადასცა ამ დროს ბატონი გელა ისევ თავის კავშირებს იყენებს და უთვლის ქალბატონ ნინოს, რომ ამ შენობაზე მას ყოველთვის ექნება პრეტენზია და არ დათმობს ამ შენობას და ურჩია, რომ აქ ბალეტის სკოლა არ გაეკეთებია. ქალბატონმა ნინომ ზუსტად რამოდენიმე თვეში ისე უკან დაუბრუნა სახელმწიფოს ეს ქონება. რატომ დაუბრუნა? გაიგო რომ უბედურების გზით იყო. ხო, უბედურების გზით იყო მოპოვებული და ეხლა ქალბატონი გაიგო ეს? კი, ბატონმა გელანიორაძე მიაწვდინა და ამიტომ დააბრუნა. დარწმუნებული ვარ, ამიტომ დააბრუნა, თორე სკოლის გასაკეთებლად იდეალური პირობები იყო მაგ ფარჩი. ჩვენ პერიოდულად უკვე დაცვა დააყენეს, დაცვის პოლიცია, მე რამდენჯერმე თვეში ერთხელ მაინც ჩავდივარ და დაცვის პოლიცია უკვე უზით ამ შენობაში. 2012 წლის მარტია ჯერ ხელისუფლება არ არის შეცვლილი და ჩვენთან ეს ქონება გადასცეს ფიზიკურ პირებს. ეს 5 ფიზიკურ პირს ერთ-ერთი, რომელიც გელანიორაძესთან კავშირი ჰქონდა, ურთიერთობა და იცოდა, რომ ეს მისი ჩამორთმეული ქონება იყო, ეს არის ბატონი კუჭუხიძე, ვახტანგ კუჭუხიძე, რომელიც მოდის გელანიორაძესთან სახლში და ეუბნება, რომ ვიცი ეს ქონება შენ რომ ჩამოგართვეს, მეც რაღაც ქონება ჩამომართვეს და იმის სანაცვლოდ მომწეს ეს ქონება, ჩვენ შევთანხმდეთ, გადამიხადე 1,800,000, მე ამ ქონებას უკან დაგიბრუნებ, გელაიუნება მე ჩემ ქონებაში რატო უნდა გადავიხადო, ჯერ რატო აიღე კეთილსინდისიერი მყიდველი, ჩვენ შეგვეძლო წართმეული ქონებები აგვეღო, მაგრამ არ ვიკადრეთ ეს და ის ეუბნება ვიღაცას ელაპარაკება და უცებ 200,000 დაგვიკლო. რომ კაიო 1,800,000 არა 1,600,000 გადამიხადეთო, თორემო იძახის ადეიშვილმა საპირფარეშოში როდის დადიხართო ისიც იცისო, რომ ვითომ თავი უნდა გამანებოდო რა. ჩვენ მაინც აქტიურობას ვაგრძელებთ, ბატონი გელა აქტიურ წინააღმდეგობაშია ნაციონალურ მოძრაობასთან, ალბათ იმათმაც საფრთხე იგრძეს, რომ თავს არ გვანებებენ და ჩვენ ახლობელს იჭერენ. და მისი მეუღლე
გელას ურეკავს გელანი ორაძეს რომ ჩემი მეუღლე დაიჭირეს და იქნებ გაიგო რა ამბავზე დაიჭირეს და ჩვენ ერთად ვიჯექით და ვთხოვა რომ წამომყევიო გავიგოთო და უკან დაუბრუნდეთო მივდივართ ისნის პოლიცია ისნის მეტროს წინ იყო პოლიცია და პროკურატურა რა შევდივართ და ვეკითხებით რომ აი და ეს პიროვნება დაკავებული ყავდა რაზე ყავდა დაკავებული როგორ ყავდა დაკავებული და არ გადის ცოტა ხანი და მიჭერენ მე გადავყავარ პოლიციაში ვარკეთილის პოლიციაში იქ ხდება გამომძიებელი მამფორია რომელსაც მადლობა მინდა გადაუხადო რომელმაც მითხრა რომ შენ აქ მოყვანილიყო ვიცი რომ შენ არაფერს შუაში არ ხარ ეხლა უნდა ჩამოვიდეს ვიღაც გოგოს მოგიყვანეთ ხელს დაგადებს ის გოგო რომ შენ ვითომ და მას მოპარე წაუპრივად ბანკის ბარათი რომელზედაც იყო 70 ლარი ვიც შენ არაფერს შუაში არ ხარ მაგრამ რადგანაც აქ მოგიყვანეს ეს იქნება ის ვეუბნები რომ ეს ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი რომ 70 ლარია წაუპრივად ბანკის ბარათზე რამე სხვა მოიფიქრეთ მეთქი რა ვეუბნები რა რომ ცოტა რომ გახვალ ადამიანი ცხოვრობ ამ ქვეყანაზე ხო ნაცნობები ყავს და გამოხვალდას გიჭერენ ერთია უსაფუძვლოდ მაგრამ ის ბრალდებაც ხო ისეთი არ უნდა იყოს შეურაცხყოფელი შენთვის ამ დროს შემოდის ვიღაც ბიჭი ახალგაზრდა ვკითხე ეს ვინ არის მეთქი აგრესიული ძალიან აგრესიული რომ აი ხო მაინც მოგიყვანე და ჩემთან სულსებს შეკითხვას მიცნობს რომ ესე იძახის ხო მაინც მოგიყვანე ამ დროს კარები ღია და ვესტიბიულის ბოლოს მასმედიებენ როგორ ელაპარაკება გელანი ორაძე ვიღაცას რომ თქვენ საერთოდ სინდისი დაკარგეთ კაცი ჭირისუფლად წამომყვა ჭირისუფალს მახევთ გვერდზე დგომიდან რისთვის ეუბნება რომ ეს ხო გაუგონარია ხო არაფერი დამნაშავეა წამომ ამ დროს ადვოკატის სტატუსი გაქვთ თუ უბრალოდ არა უბრალოდ აი ახლობლის რომ ბატონმა გელა მითხრა რომ მარტო არ წავიდე მოდი ერთად მივიდეთ გავიგოთ რადგან ეს უკვე მეორე შემთხვევაა როდესაც გაკავებენ ერთხელ გამოგიშვეს შვილი გვეგონეოდა არ დაგიტოვეს და ეხლა წაგიყვანეს წაგიყვანეს ნუ ეს რო იკითხეთ ვინ არის ეს აგრესიულიო რა გიპასუხა გვარს არ მეუბნებია ეს აგრესიული ვინა ამამფორია მითხრა რომ იქნებო საროჭკაო გაიხსნაო ვითომ შეზე ზეწოლას ვახორციელებო თორე რომ დაინახავენო ესენიო ესეთ შვიდ გარემოში მიდის შენი დაკითხო სულ გაგიჟდებიანო რა რას ლაპარაკობთ და ეს მეორეჯერაც შემოდის რა ეს აგრესიული პიროვნება ანუ გამომძიებელმა გთხოვათ დახმარება ხო წესიერი ბიჭი რო შევედი მითხრა რომ სურათი ედოთ ზურგით ჩვეულებრივ შავ მაისურში და შავ ჯიშის შარვალში მგონი ნახევარი საქართველოს დადის ეხლა ზურგით დგას ვიღაც ბანკომატთან ტაობრივად ბანკის და ესო თქვენ ხართ ხო ესო თქვენ ხართო რა და მითხრა რომ ვიციო რომ შენ არ ხარო მაგრამ რადგანცო აქ მოგიყვანესო გო გამოვალი სიტუაცია აქედან გამომძიებელმა თქვენ გთხოვათ დასაკითხ პირს დახმარება რომ მომეხმარე რომ დავდგათ სცენა თითქოს მე თქვენზე ვძალადობ ხო დაეხმარეთ ხო შევიხსენი ეს ახალგაზრდა ტიპი მეორეჯერაც შემოდის ოღონ უფრო აგრესიულად და როგორც ვიგებ იმ პიროვნების ძმაც დააკავეს კაცი რომელიც არის დამსახურებული მასწავლებელი დამსახურებული რომელი პიროვნების აი ვის ამბის გასაგებადაც მივედით ისიც მოვიდა თავის ძმის ამბის გასაგებად და ისო შენზეო იციო რეებს წერსო მეუნება მეოთხარი ვერანაირად ვერ დაწერს იმიტომ რომ არც ისეთი ახლობლური ურთიერთობა არ მაქვს იმას და არც მიცნობს მეოთხარი ხო და შენ არ იცი მე ხა შენ როგორ ჩამოგატყავებო ამ დროს უკვე დაალობის ვერბლია ხო ძალადობის ხვეპლი ვარ, მაგრამ ის იმუქრება, რომ ეხა ის ჩვენებას რომ დაწერს, ის გოგოც რომ ჩამოვა და ხელს დაგადებს, აი მე ნახე როგორ ჩამოგატყავებ. წარს უკვე შებინდება იქნებოდა გელანი ორაძე ყველანაირი ღონე იხმარა, ეთყობა იქაც გაეღვიძათ რაღაც ადამიანურობის და იფიქრეს, რომ ერთი ქონება ჩამოვართვით, მეორე ქონება ჩამოვართვით და ესენი ეხა მერცხლის ტერიტორიაზე ივლიან თუ არ ივლიან, როდესღაც ალბათ მობეზდება და არ ღირს ალბათ.
ამ კაცის ეხა მართლა 70 ლარზე. შემოვიდა და მეუბნება რომ შენ ხარ თავისუფალი. ვინ შემოვიდა? ეს პიროვნება. აგრესიული პიროვნება. იმას ეუბნება რომ ეს ჩვენებაო მაინც შეინახეო რომ დაგვრჩირდესო. მერე გამოვიძახოთო ამოცნობაზეო. აგრესიულ კაცს ამოიცნობთ თქვენ რომ დაგვრჩირდეთ. ეხა გიყვებით ეს აგრესიული კაცს ვინ არის? მივალ იქამდე. მეუბნებიან რომ შენ ბატონგელას არ გაყვები. მეუბნები რატო არ გაყვები ერთად ჩვენ წაგიყვანთო რა. სვამენ მანქანაში ერთი პიროვნება სახე მართლა არ მახსოვს, იმიტომ რომ იმდენად განერვიულებული ვიყავი და იმდენად სტრესის ქვეშ ვიყავი და მეუბნება რომ მე ეს ყველაფერი უნდა დავივიწყო. რომ ჩემი თავი აჩუქეს გელადიორაძეს, თორე იქ რასაც გეუბნებოდნენ, ჩვენ აქ მოვყავს და ესე არავის არ უშვებთ. და ბავშვების სივავრის სახლში ვყავდა დიღობში. და ვეუბნები დიდუბეს რომ გავწდით დიღბის ხიდს, აქ ჩამომსვით მეთქი. არ გიდაო აქ რატო ჩამოგსვათო და მივყავარ პადიეზდის სადარბაზოსთან. ესე იგი ისიც იცოდნენ. რომ სად უნდა მივეყვანე და მითხრეს რომ ამაზე არავისთან არასდროს წამოგწდეს არაფერი. ვინ იჯდა მანქანაში? პოლიციის თანამშრომელი იყო სავარაუდოდ. ერთი. ძღოლად იჯდა. ძღოლად იჯდა, მე უკან ვიჯექი, მიმიყვანა ეს იმის ნიშანი რო იყო, ვიცით, სადაც მოდიოდი ისიც ხო ვიცით, სადაც ცხოვრობ ისიც ვიცით. კი ბატონო. ეს არც მამფორია და არც ის აგრესიული. არა, არც ის აგრესიული. ის агрессიული არის ძალიან ისე კარგად ჩაცმული შარვალ კოსტუმში დაგტოვა სახლში შემდეგ დაგტოვა სახლში ავდივარ ჩემი მეუღლე მეუბნება რომ ისეთმა ნათესავებმა დაურეკეს რომ არც მერე და არც იმის მერე რო არ შექმიანებია და ყველა ეუბნება შენქმა 70 ლარზე დაიჭირესო როგორ მოახერხეთ ესე ეს უკვე გაუშვეს რომ აი 70 ლარი შავი პიარი 70 ლარზე დაიჭერეს და ჩემი დაჭერა რაცში იყო თუ დამიჭერდეთ რომ ჩემი ოჯახის წევრები ხო ეტყოდნენ ბატონგელას რა ის ბავშვი რაზე გაწირე იქ სია რო დადიხართ იქ ხო შეგიძლიათ ეს რო გადაკიდების სპეციალისტები იყვნენ რა რომ ოჯახი მაინც როგორც ახლობელი არ უნდა იყო ხინჯი მაინც დაგრჩებოდა ხო რომ შენ გულისთვის ჩემი შვილი დაიჭირეს და ვერაფერი ვერ უშველი გადის 2012 წლის ოქტომბერია და ტელევიზორში გამოდის ეს პიროვნება უკვე შემთხვევით ეხლაც ნერვიულობ ხოლმე რო ამ ფაქტს ვიხსენებ და ქვევით აწერია ადვოკატი თენგიზ ველიჯანაშვილი კი ბატონო აღმოჩნდა ეს ის აგრესიული კაცი რომელიც თქვენ უკანონოდ რომელიც ჩამოტყავებათ რომ დამემუქრა ეხლა იმის პროკურატურას წარმოადგენდა ალბათ იმ დროს იქ. აი შენობაში იყო ზუსტად მახსოვს რომ შემდეგ ეს აგრესიული პიროვნება ამოვიცანი 2012 წლის მერე ტელევიზიით ამ საქმეებზე. ვისი ადვოკატი იყო ამ დროს ეკრანზე რომ დაინახეთ? არ მახსოვს რომ ნახე რომ ადვოკატი თენგიზ ველიძანაშვილი ეწერა რომ აი იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი რომ ეს კაცი დღეს იცავს სხვის უფლებებს. კი. რომ აი ძალიან ცუდად იმოქმედა აღმოჩნდა რომ იმ დროს ბატონი ველიძანაშვილი ისნის პოლიციის ხელმძღვანელი იყო. ხო. იმ დროს როცა თქვენ ჩამოტყავებით დაგემუქრათ. თუ შეეცადეთ უკვე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხელისუფლების თუნდაც ველიჯანაშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას მე ველიჯანაშვილთან მქონდა აღებული ჩემი მიმართულება როგორც კაცს რომ მას თუ შევხვდებოდი თუ მე მემუქრებოდნენ ჩამოტყავებით და ამას სრულიად აი ხა მთელი ქვეყნის წინაშე ვამბობ მეც ვიყავი ისეთი განწყობით რომ მეც ანალოგიურად უნდა მეპასუხა და ამაზე ბატონმა გელანიორაძემ ძალიან ბევრი იმუშავა რომ არ ღირს ეხლა ამის გახსენება მაშინ გადავრჩით
და შეიძლება ამ ყველაფერმა შვილების პატრონი ხარ, ახალ შარს ხო არ ეძებ და მაშინ იყო მას პირობა უქვი რომ თუ ნახავდი სიტყვასაც არ გავცემდი. ჩვენ 2012 წლის მერე სადღაც ოქტომბრის თვეში 19 ნოემბერს მივმართეთ ამ მთელი დოკუმენტაციით, როგორც ქალაქის პროკურატურას, ასევე გენერალურ პროკურატურას დავიწყეთ სამართლებრივი დავა სამოქალაქო წესით, რომელიც სამოქალაქო წესით დავა პირველ ინსტანციაში 2014 წელს წავაგეთ და ამ სამოქალაქო დავის ერთ-ერთი მხარე იყო ის პირები, ვისაც ეს ქონება გადაცეს. კუჭუხიძე და ის დანარჩენი 5 და ჩვენ რო დაუყადაღეთ ეს ქონება, იმათმა სარჩელი შეიტანეს, რომ ჩვენ ამ შენობის დაყადაღებით ზიანი მოგვადგაო და პირიქით აქით დგებოდით რეალური საფრთხის წინაშე, რომ ამ 30,000 დოლარის გადახდა მოგვიწევდა ოჯახს გადახდილი ქონდა უკვე ავტოფარეხებზე 24,000 დოლარი უფასოდ გადმოგწეს ეს ქონება, ქონდათ გადახდილი ტოლვილებზე 30,000 და კიდე რომ დაგწოლოდა ტვირთად ეს თახის გადახდა, ამიტომ რაღაც აბსურდულ გარეგებაზე წავედით. ჩვენ პროკურატურიდან რო ყოფილიყო მყისიერი რეაგირება ამის შესწავლისთვის, მე მჯერა რომ არც მაშინ წავაგებდით ამ დავას სამოქალაქო წესით, ჩვენ მიმართეთ როგორც მაშინ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ეკაბესელიას და მე ძალიან გული მწყდება იმ ფაქტზე, რომ ქალბატონ ეკას იმ რეჟიმის შეცვლაზე ბევრი ცვლილი ჰქონდა მიღებული, მაგრამ სხვა საქმეებზე უფრო ყურადღების გამახვილებას ამ დაზარალებულ ხალხს რომ გვერდში დადგომოდა და მათი უფლებები რომ დაეცვა, შეიძლება ეს კომისიაც უფრო ადრე შემდგარი იყო და მას უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა დღეს ჩვენი მხრიდან პროკურატურაში ეს საქმეები დევს და ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო სულ რამოდენიმე მიზეზის და მიზანიც ჰქონდა აქ მოსვლას. პირველ რიგში რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დანაშაულები უნდა გაიხსნას, აუცილებლად უნდა ნაციონალურ მოძრაობას დაესვას და მათ დანაშაულებრივ ქმედებებს წერტილი. მეორე იყო ის, რომ მე ვალი მომეხადა ბატონი გელანი იორაძის ხსოვნის წინაშე და გამეჟღერებია ყველა ის ფაქტი, რომელიც დღეს გავაჟღერე. ალბათ ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩემზე მეტ ინფორმაციას და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიდათ. როგორც გამოაცხადა ბატონმა მამუკამდინარაძემ, რომ ეს კომისია შეიქმნებოდა, სანამ შეიქმნებოდა 5 თებერვალს, ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რომ ამ კომისიასთან გვეთანამშრომლა, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენ შევხვდით ქალბატონ ირმა ჭკადუას, რომელიც უკვე ბოლო წლებია ჩვენს ინტერესებს იცავს და მან გვითხრა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დღეს თუ ჩვენ აქ ვზივართ ქალბატონი ირმას დიდი დამსახურება. ჩვენ მას ბატონმა ვალტერმა დაგტოვა ბატონო ალეკო. დაგტოვა ბატონმა ვალტერმა? კი ბატონო, ჩვენ არ ვჩერდებით. ნაციონალური მოძრაობა უნდა დამთავრდეს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ობიექტური იქნება, რომ ჩვენი უფლებების აღდგეს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი კომისიის რეკომენდაციებით პროკურატურა ალბათ დაიწყებს ინტენსიურ მოქმედებებს და ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ქალბატონოთია, მინდა პირდაპირ თქვა, ჩვენ თუ არ გვეკუთვნის, შეიძლება ჩემი გამოსვლა დღეს არის სუბიექტური და მე არ ვიყო ობიექტური ფაქტების მიმართ, რას ვიძახე, რომ ჩვენ რამე თუ არ გვეკუთვნის, სახელმწიფო ისევე საჯაროდ გვითხრას, რომ არ გვეკუთვნის და ჩვენ ამასაც მივიღებთ საჯაროდ. თქვენ მკითხეთ რა იყო ის ფაქტი, რომ გელანი იორაძეზე ესე გადაკიდებულები იყვნენ და მე მოგიყვებით, რომ არჩევნები რომ მორჩა გელანი იორაძე იღებდა აღორძინების
კვოტით მონაწილეობას არჩევნებში ნაძალადევის რაიონში, იმ რაიონში, რომელშიც თქვენ იყრიდით, ჩვენთვის ძალიან ნაცნობი რაიონია და მე ამ პერიოდში ვიყავი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ეს ვითომ რომ გაბათილდა ეს შედეგი სად იყავით კომისიის თავმჯდომარის ნაძალადევის რაიონში ოლქში საოლქო კომისიაში ხო საოლქო კომისიაში ვიყავი თავმჯდომარის მოადგილე და ეს ხელახალი არჩევნები რო დაინიშნა მე დამიბარეს და მითხრეს რომ შენ უნდა იყო კომისიის თავმჯდომარე ხო და მე ვთხარი ჩემი ინტერესი იყო მაშინ და მე როცა ბატონი გელა იყრიდა კენძა მე არ მოვალ მეთქი მე ბატონ გელასაც მე ვიცი რამოდენიმეჯერ დაურეკეს რომ მოვიდეს და იყოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იმანაც უთხრა მე ხო ზეცოდას ვერ განვახორციელება არ უნდა თქვენთან თანამშრომლობა და არ მოდიცოდა აი იქიდან დაიწყო ამ ყველაფრის დრამა რომ რატო არ უყვარდით ჩვენ იმ თავრობას ყველაფერთან ერთად კი ბატონო ბატონო ვალტერ თქვენთან მქონდა ერთი კითხვა კარგია რომ დაბრუნდით თქვენ ახსენეთ რომ ეს ქონება რომ გაგინადგურეს თქვენ მაშინ მქონდათ ტიბისისგან სესხი კი ამ სესხის ბედი როგორ გაგრძელდა და რით დასრულდა რომ გვითხრათ გადავიხადეთ რა თანხა იყო ჩემმა დამეხმარა და გადავიხადე რა თანხა იყო რაც 60,000 ლარი კი ბატონო ეს ის თანხა იყო რაც საინვესტიციოდ გამოიყენეთ დიახ კი ბატონო კარგი ბატონ თორნიკეს ხომ არ სურს რაიმეს თქმა ერთს დავამატებდი რომ მადლობას ვიხდი რომ მოგვისმინეთ ჩვენი ოჯახის ტრაგედია მოისმინეთ არა მარტო თქვენ თელმა საქართველომ და რა ვიცი ვფიქრობ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის თქვენ რამდენი წლის იყავით ბატონო მე ამ პერიოდში 2000 აპრილის ხის ამბავი რომ დაიწყო ვიყავით 15 წლის უკვე მერცხალის პროცესები რომ მიმდინარეობდა ვიყავით 17 წლის 15-17 წლის იყავით, როდესაც მამა თქვენს დედას და ბაბუას ტერორებდა სააკაშვილის რეჟიმი. კი, ამ ყველაფერს თან ხედავდი ჩემი თვალით, უშუალოდ სახლში. რა ვითარება იყო ოჯახში? ურთულესი რაღაც ვერ ხსნიდი სიმართლე გითხრათ, მე მაშინ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდი 17 წლამდე ნაკრებში ვიყავი, შემდეგ 19 შემდეგ 19 წლამდეში მომიწია და ეს პერიოდი რაღაც ძალიან რთული იყო. ვაჟამ საკმაოდ ილაპარაკა, მაგრამ კიდე ისეთი დეტალები იყო, რომ რა სახლში ძალიან იგრძნობოდა ეს ყველაფერი რა. გიხსნიდნენ მშობლები რა ხდებოდა? ნუ ცდილობდნენ რომ მე და ჩემს დას არ გაგვიგო, მაგრამ ამის არ ცოდნა და არ გაგება ძალიან რთული იყო. და რამხელა იყო მაშინ? და ჩემზე 1 წლით უფროსია. უფროსი. მამა რითი გარდაიცვალა? 2008 წლიდან 2015 წლამდე, ანუ ამ 7 წლის პერიოდში ჩვენი 4 ოჯახის წევრი 4-ვე უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა. როგორც მამა, როგორც ბაბუა და 2-ვე ბებია. 4-ვე გარდაიცვალა უეცარ არც ერთი წინაპირობა რომ ან სამართყოფაში ყოფილიყვნენ ან რაღაც ჯანმრთელობის გაუარესების პრობლემა. უცბად ერთ დღეს ჯანმრთელდა, მეორე დღეს გულის ინფარქტით 4-ვე ოჯახის წევრი ესე რომელ ბაბუაზე ამ? დედა ჩემს ნათელ ჯიმშელეშვილი ვის სახელზეც იყო თვითონ ხო თუმცა ბატონმა ვაჟამ თქვა რომ კლინიკაში იყო ეტუში ეს ფეხის ამპუტაცია რო გაუკეთდა და შემდეგ რაღაც მდგომარეობიდან გამოვიდა და მაგრამ ამ მიზეზით არ გარდაცვლილა არა ამ მიზეზით არ გარდაცვლილა 4-ვე გარდაიცვალნენ ნუ გულის უეცარი გულის პრობლემებით შეტევით ავიც მადლობა კიდევ ერთხელ რომ მადლობა თქვენ ერთი კითხვა მაქვს ბატონ ვაჟასთან შემდეგ კითხვები დავსვათ და ჩვენ გველოდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას ქალიშვილი და მეუღლე და უნდა მათ დაუთმოთ დრო და ასევე ჩვენ ველოდებით სხდომაზე ბატონ გიორგი გახარიას და ალბათ ცოტა ხანში გაირკვევა მობრძანდა ის თუ არა ბატონო ვაჟა თქვენ ბრძანეთ რომ თქვენ და ბატონი გელა დაგაკავეს თქვენ დაგაკავეს ეგონეთ რა ბატონი თორნიკე დიახ რომელიც მაშინ იყო 15
17 წლის უკვე მერცხალს ეხება ეს ხო? 17 წლის თქვენ რამდენი წლის იყავით ამ დროს? 30-31. და ეგონათ რომ თქვენ ხართ ბატონი თორნიკე? ხო, იმათ კალბატონოთია, იმათ ხო თორნიკეს ასაკი არ იცოდნენ და რადგან მე და გელა ყველგან ერთად დავდიოდით და გელა ხშირად აჟღერებდა ამ ფრაზას რომ ვაჟა არის იგივე ჩემი შვილი, იმათ ეგონათ რომ მე ვიყავი თორნიკე. ან შვილი. ხო, შვილი, აქ გაძრახვა იყო, რომ მაინდა-მაინც კი თორნიკეც რო არ ყოფილიყო და ანიც ყოფილიყო, იმასაც დაიჭერდნენ. სად დაგაკავეს? ეს იყო დაფეტრებში იყო, ერთადერთი რესტორანი იყო, იქ ვიჯექით სასადილოდ და ამ ჩვენი ჭირვარამის გასაზიარებლად ბატონო ვანო ხუხნეიშვილს. ბატონი ხუხუნეიშვილის თქვენთან ერთად იყო. ამიტომ თქვით რომ მე მანო ზომები მიიღო, რომ ის თვალწინ მოხდა თქვენთან. კი, მის თვალწინ მოხდა. ამ დროს ბატონი ვანო სად მუშაობდა? არ ვიცი, მაგრამ ბატონი არ ამგონია დეპუტატი, მაგრამ რომელი წელია 2006 ხო? არა, 2008. 8, ხო, აღარ იყო დეპუტატი ბატონი. იყო ბატონი ვანო დეპუტატი? ბატონ თენგის ყველაზე კარგად ემახსოვრება. გასაგები, ანუ სავარაუდოდ ამას ჩვენ გადავამოწევთ, მაგრამ სავარაუდოდ დეპუტატის თვალწინ ორი პირი დაგაკავეს. დიახ. და რა ადგილას გადმოგვსვეს და სად გაირკვა რომ კარებში აი გელა ხო გაიყო მიხავდა და მეც გვარი მკითხეს და თქვენ რა გვარი ხართო და მანია მეთქი და გადაზდახა რომ ესო არ არისო ნიორაძეო და იმან ხა თუ ნიორაძე არის დატოვეო რა. და დაგტოვეს. კი. გასაგებია. კითხვები? ბატონი სოზარი. კითხვა რა უბრალოდ რამდენიმე ეს აი დილის 5 საათზე რომ გრევა დაიწყო ამაზე მინდა გავაკეთო პატარა კომენტარი. 2004-5-6 წლები არის განსაკუთრებით, როდესაც აი საკუთრების განსაკუთრებით მასობრივად ხდებოდა, უბრალოდ წართმევები გაისმენ, რომ მიდიოდნენ და ანგრევდნენ ხოლმე და როგორც წესი ამას იწყებდნენ ღამის 4-5 აი დიგამთენიისკენ, როცა მართლა ყველას სინავზე ყველაზე მეტად ისეთი ხალხი ქალაქიც არიელია, რომ საზოგადოების პროტესტი არ გამოეწვიათ და ასე შემდეგ. აქ ჩვენ უსმენთ სამხედროებს, რომლებმაც თქვეს, რომ სამხედრო როცა რაღაც ოპერაცია იწყება, როგორც წესი სამხედროები გეგმავთო სწორედ აი ამ დროს, იმიტომ რომ ამ დროს მტერი ყველაზე მეტად არის მოწყვლადი, ყველაზე რაც უნდა ელოდებოდეს, მაინც ეს ის პერიოდია, როცა ყველაზე მეტად რაღაცნაირად ვერ ფხიზლობს რა ამ დროისთვის და ამ დროს უნდა დაიწყოს შეტევა და ეს უკვე უმართი ხელისუფლება სააკაშვილის ყველაფერს პირიქით აკეთებდა. იგივე თუნდაც ცხინვალის ოპერაცია დაგეგმილი რო გქონდაო სამხედროებმა თქვეს რომ უნდა დაწყებულიყო დილისკენ დაიწყეს სადღაც ღამის 11-12 საათზე, იმიტომ რომ პიარისთვის ჭირდებოდა და ეთერში უნდა გასულიყო კადრები და აი ამ საკუთრებებს საკუთარ მოქალაქ ანგრევდნენ ზუსტად იმ დროს, როგორც სამხედრო ოპერაციებისთვის როგორც არის განსაზღვრული. აი როგორც მტერს ისე უყურებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, ამის თქმა მინდა და ბარემ ამან გამახსენა არ შემიძლია მადლობა არ უთხრა ერთ ადამიანს, ეს იყო სახალხო დამცველის ოფისში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ვარდიაშვილი, რომელიც რუსთავში ცხოვრობდა, აი რა უნდა მომხდარიყო თბილისში, რომელ ერთ პატარა ჯიხურს უნდა მისდგომოდნენ თბილისის ნებისმიერ ადგილას, რომ მე მგონი მთელ ქალაქს მისი ტელეფონი ჰქონდა და 15 წუთში უკვე იქ იყო და ადგილზე ხდებოდა ამ ყველაფრის მონიტორინგი და ამიტომ განსაკუთრებით დეტალურად გვაქვს ეს ყველაფერი აღწერილი და სწორედ აი ესეთი ადამიანების თავზაუზოგოვმა წინააღმდეგობა ამ როგორც თქვენ ხართ, როგორც თქვათ იგივე ქალბატონი სალომე იყო და არაერთი თანამშრომელი სახალხო დამცველის მაშინდელი ოფისის განაპირობა, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ვერ შეინახა იმ რეჟიმმა თავი, რა თქმა უნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გვირგვინი დაადგა ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ თქვენ ვინც გისმენს ეს ადამიანი დარწმუნდება, რატომ არ შეიძლება იმ სისასტიკის დაბრუნება ქვეყანაში. კაბატონია თუ 2 წუთს მომწევთ აი საარჩევნო გარემოზე მაშინ და ეხლა თქვენ ოპონენტებს და აქვს ძალიან ამაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამაზე ამახვილებენ ძალიან საერთაშორისო
ინსტიტუტები, ელჩები და მე შემილია იმ ბავშვებს, რომლებიც დგანან და გარკვეული შეურაცხყოფელი სიმღერებით მოგვიხსენიებენ ჩვენს, რადგან ჩვენ თქვენი მხარდამჭერები ვართ. ბატონი გელა ჩაერთო 2012 წელს ძალიან აქტიურად ამთავრებდა, როგორც ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა, რომ ის პოლიტიკაში მოდიოდა, ისე რომ ჩვენთვის არც გაუმხელია, რომ ის დადიოდა მხარს უჭერდა არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე 1 ოქტომბრის არჩევნებზე ვიძახით, გავიგეთ მე და თორნიკემ ამ ამბის შესახებ ერთი პატარა გარემოებით, რო გთხოვა ღამის 12 საათზე ვაკის პარკს რო ქვევით გადასასვლელი აქვს მიწისქვეშა, იქ შეხვდა ბატონ ვახტანგ ქიზიყურაშვილს, რომ ბატონ ვახტანგს გადმოეცა სიები ისრანში სად იყო განთავსებული საარჩევნო უბნები, რომ ჩვენ ამ საარჩევნო უბნებისთვის საკვები მიგვეწოდებია და ეხლა რო იძახიან და გართულება რო აქვს საარჩევნო გარემო თუ იყო შეზღუდული, იყო მაშინ როცა ჩვენ ისე შენიღბულად მოვახერხეთ მაშინ ისნის რაიონში ქართული ოცნების კომისიის წევრებისთვის საკვების მიწოდება, ეს იყო სპეცოპერაცია, რომ ორი მანქანა სახთან გვედგა და დავყვებოდნენ და ალბათ ის შედეგი რო არ დამდგარიყო 2012 წელს რა შედეგიც დადგა, ალბათ სახლიდან ყველას მიგვაბრძანებდნენ, მერე სადაც საჭირო იყო და ამ საარჩევნო გარემოზე, როცა ხალხს უხდებოდა ღამის 12 საათზე მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვედრა იმის გამო, რომ ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ და გეგმები და დღეს როცა ამის და ქონება წაართვან კი არა, ჩინოვნიკმა სადმე რომ მივიდეს და ხაჭაპურზე ალბათ 10 თეთრი რო დააკნეს მთელი ნაცმოძრაობის ტელევიზია ამას გააფიარებს, რომ ალბათ სახაჭაპური წაართვა ვიღაცას. დიახ ბატონო სოზარბძანეთ. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ დღეს ყოფილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე, შემდეგ იყო იმედის დირექტორი, მას შემდეგ რაც იმედი წაართვეს მის კანონიერფლობელს და დღეს მისი ოჯახის წევრები ქუჩაში დგანან და იბრძვიან ვითომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. იბრძვიან იმისთვის, რომ ამ პრივილეგიების დაბრუნება უნდათ ისევ და უნდათ ისევ სისხლის კალოები გააგრძელონ. მეურვედ მაინტერესებს კიდევ ერთ ადამიანზე, პროკურორი იაშვილი ხო არ იცით სად არის ახლა? პროკურორი იაშვილი მისის ბევრი ახსენე. ამის წინა საპარლამენტო არჩევნებზე ტელევიზორში ვნახე სტრატეგია აღმაშენებლის წევრებთან ერთად ტელევიზორში გამოდიოდა და მაშინ ვთქვი, რომ აი სტრატეგია აღმაშენებელი ჩვენ ვიცით, ვიც არის ჭიჭევაშაძე და ჭიჭევაშაძეს იმის მაგივრად, რომ თავი მაინც შეენიღმა, რომ გიორგი კი ბატონო. რომ ის მაინც ანტურაჟი მაინც გამოესწორებია, გამოეკეთებია და სისხლის წვლილების გვერდზე არ მდგარიყო. სხვათა შორის გალბატონო თია ამ პროკურორს გადაცემებს უძვნიათ, თქვენ იცით მაშინ როგორც ალბათ მას ხო შემოიღეს სატელევიზიო გადაცემა პატრული და ესეთი ჰქონდათ პროკურორი. გადაცემა და ის გადაცემა პროკურორი თლიანი ალბათ საათნახევრიანი სიუჟეტი მიუძღვნეს მის შემოქმედებას, როგორ კანონმორჩილი იყო და სხვათა შორის ესენი იყვნენ მათი გმირები, რომან შამათავა მკვლელი, რომელიც გვირად აცხადებდა, რომელსაც სააკაშვილი ეს რომ მოვდიოდი აქ კარდავა მეგისი, რომელსაც ვახტანგ გორგასლის ორდენს კიდევდა ალექსანდრე მუხაძე და ასე შემდეგ და ესეთი იყო ამ რიგში იყო აჩუ ახალაია, რომელსაც თურმე ეკახეულიძე გმირს ეძახდა. მე გული მწყდება, რომ აი თქვენ კომისიის ხდომებს ხო უყურებ, ბატონ ავლუდას მინდა ძალიან დიდი სიმპათია და აი იმ განცხადებაზე, რაც ქალბატონ თამარ არგვლიანთან გააკეთეთ, აი სრულიად გეთანხმებით აი იმ კაცური ვალის წინაშე, რომელიც მათ არც წარმოუდგენია თუ შეიძლება ქართველმა კაცმა თვითონ არ კონდეს ჩადენილი და ამ დანაშაულთან არავითარ კავშირში არ იყოს და ბოდიში მოუხადოს იმ დედობის სიმბოლოს და იმ ეს მათთვის არის ყოველგვარ წარმოუდგენელი და აი მე ხშირად ვამბობ, რომ იცავენ თუნდაც აი ჯაფარიძე ყავს ჩვენ ესეთი პოლიტიკოსი, რომელიც აქ არ გამოცხადა და წავიდა ციხეში და ხშირად მის ერთ-ერთ აქტს, რომელიც საოკუპაციო ხაზის საზღვარიდან გააკეთა,
საერთაშორისო და ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციები აფასებენ როგორც გმირობის სიმბოლოს. მე ხო, იმას ვამბობ, რომ იმ კინოფილმის გმირმა ამ აქტის შემდეგ მტერს ეკვეთა, ის ჩამოვიდა და აქ ოფისში გააგრძელა და უკვირს რატომ მიბარებდენო, აი მე უკვირს რატომ მიბარებდენო კომისიაში, როცა ერთ-ერთ ბრიფინგზე თვითონ თქვა, რომ ციხეში ამ ხალხს რო არბევდნენ კოდებებს, რო ართმევდნენ, მე ეს ყველაფერი ვიცოდიო და ჩვენმა გუნდმა ყველა მიცოდაო და ალბათ თქვენც იმიტომ მიბარებდით ამაზე გამართებ, რომ მოეცადა უკვირს რატო იბარებენ დღეს რომელიმეს. მე აი გულღიათ მინდა გითხრათ, ქალბატონო თია, დაიბაროთ გიგი უგულავა. დაიბაროთ ვანო მერაბიშვილი, დაიბაროთ ბაჩო ახალაია. ამ ხალხმა ციხე გამოიარეს და როგორც მოუწიათ მათ, რაც ციხეში ყოფნა, მათი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისე ხო ყველა საჯარო მოხელეები იყვნენ. მათი არც ფინანსური მდგომარეობა, არც ქონებრივი მდგომარეობა თუ ამის მერე უფრო გაკეთილშობილდა, თორე უარესობისკენ არ წასულა. გასაგებია, ბატონო ვაჟა, ჩვენ სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ორი ქალბატონი ჩამოგზანდა სამეგრელოდან, ესენი არიან სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას ქალიშვილი და მეუღლე, ამიტომ დიდხანს ვერ ვაცდევინებთ, ისინი უკან უნდა გაბრუნდნენ დღესვე. მანამდე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ გიორგი გახარიას საკითხზე, რომელიც მატყობინებენ, რომ არ გამოცხადებულა და შესაბამისად დროში ვართ შეზღუდული. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. მადლობა თქვენ, მადლობა ბატონ თორნიკეს, დიდი მადლობა ბატონ ვალტერს. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. თქვენც ასევე უღრმესი პატივისცემა ყველა კომისიის წევრს, იმედი გვაქვს, რომ ამ ბრძოლით ჩვენი უფლებებიც აღდგება. გისურვებთ, რომ გამძლეობას იმ გზაზე, რა გზაზე გეხართ, ეს არის მართლა საქართველოს გზა და თქვენთან ერთად ალბათ ჩვენც საქართველოს ყველა მოქალაქე საბოლოო ჯამში გამარჯვებული დავრჩება. და ქალბატონ მეუღლეს, ბატონ იგელას მეუღლეს მოკითხვა ბოდიში რომ ვერ გაცილებთ, 2 წუთი ცხადდება ტექნიკური შესვენება და გავაგრძელებთ.